კარგი იდეები არის ძალიან კაი. მაგას არაფერი არ ჯობია, მაგრამ ამ იდეებს ჭირდება ახსრულება. იდეებს вообще არანაირი ფასი არ აქვს ახსრულების გარეშე. ეფექტური ახსრულებისთვის რა არის საჭირო? არის ერთ-ერთი რამე საჭირო, ეს არის მოქმედება რა. ჩვენი იდენტობიდან გამომდინარე მოქმედებით რა. მიზანს რომ მიაღწიო, რა როგორი ადამიანი უნდა იყო. მერე თუ გინდა რომ შენი იდენტობა გოჯავზე, ოკეი, ეხა ეს რა უნდა ვაკეთო? და ეს კეთება მერე დააპატარავე პატარა მოქმედებებად, რომ ადვილად შესრულებადი გახდეს. იმისათვის რომ გახდე რაღაცაში ბრწყინვალე, უნდა იყო მონუსკული ერთი და იგივე კეთებით. უნდა შეიყვარო მომწყინდა მდგომარეობა. ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ღიები უკავშირისთვის. ყველა ვინც აღიარა შეცდომა და ვინც გადაიაზრა შეცდომა, ავტომატურად შემდეგ საფეხურზე აიწია პროფესიული განვითარების. ცხოვრება ძალიან ქაოტურია, თავისთავად. კიუნეულია, მედგაცრუებით სავსეა. თავარი იდეა საბოლოო ჯამში არის პასუხისმგებლობის აღება და მაგ შენ ქაოსის გადაქცევა ასტრუქტურირებულ ცხოვრება. უცებ რო დავფიქრდი ცხოვრებაში მაგ თურმე ნაცხოვრები აეხა როგორც ის განმავლობაში პირველი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ჯანმრთელობაზე პიტერსონი ამ შემთხვევაში, მეორე ჩვევების ჩამოყალიბება ძლიერი თავის ატომური და მესამე გადააზრება გრანტი და ეგ რო გავიაზრე, მეთქი მე ეს მოწონი ხოლმე მოუყვე, შანსი არ არის რომ ეგ არ მოუყვე. ესე იგი, ბევრმა მეწარმე, მათ შორის მეც, შენც ალბათ ვიცით რა უნდა ვქნათ რა. წაიკითხე ბევრი წიგნი. მე ხან ეგეც არ ვიცი. ეგეც არის ხანდახან ხო. წაიკითხე ბევრი წიგნი, მოусმინე პოდკასტებს. უამრავი კარგი იდეები აქვს ადამიანებს, მათ შორის მეც. მაგრამ მაინც წვალობ რა. და ბევრი წვალობს და წვალობენ რატო? და იმიტომ რომ არათანმიმდევრულები ვართ. დისციპლინას ვკარგავთ. ჩემი საყვარელი მოუდი კი არა და მდგომარეობა რომ ჯიუტდები, ხდები ჯიუტი და მიუხედავად იმისა რომ შედეგები ნაცვლად გეუნება რომ რაღაც ისე არ მიდის როგორც გინდა, მაინც თითქოს რაღაცნაირად ჯიუტად ებღაუჭები რაღაცა შენ გადაწყვეტილებას და ამავე დროს დიდი ხანი მეგონა რა და ეხა ნელ-ნელა ვწონდები იმაში რომ წარმატება დამოკიდებული არ არის ინტელექტზე რა. გუშინ შემხვდა ინსტაგრამზე ძალიან მაგარი რილი კინო რო არის მაკდონალდსზე, რეი ქროქსზე რო არის კინო, ხო? იქ რაღაცა მომენტი არის, არ მე ის კინო არ მაგ ნახე, წიგნი მაგ წაკითხული რა. ხო. და რაღაცა მომენტი არის იქ ამონარიდი არის ამ ინსტაგრამიდან რო ლაპარაკობს რომ იმდენი ჭკვიანი და ინტელექტუალი ადამიანი მინახია რომელსაც წარმატებას არ მიუღწევია რა და იმდენი ნიჭიერი ადამიანი დაიარება რომელმაც ვერა და ვერ რეალიზება მოახდინა ამ თავისი ნიჭის და ერთადერთი რამაც გამაკეთებინა ის რომ 52 წლის ასაკშიო შემაქმნევინა კომპანია რომელიც იმ დროისთვის როცა იყვება რომელი წლები არის 700 მილიონზე მეტი ბრუნვა აქვს და 50-ვე შტატში ვარ და კიდე 5 ახალ ქვეყანაში არის ერთადერთი რაც არის persistence და ქართულად არის ასე ვთქვათ შეგვიძლია ისე შეუპოვრობა და ეხლა რაზე მინდა რომ გადავიდე რომ კარგი იდეები არის ძალიან კაი მაგას არაფერი არ ჯობია მაგრამ ამ იდეებს ჭირდება ახსრულება ამ იდეებს ჭირდება რეალობაში მოყვანა ისე იდეები ბოდიში და არავის არაფერში არ ჭირდება აქ ტექსტით შემხვდა არ ვიცი ვინ ამბობს მაგრამ აი მორიგი სამოტივაციო რილი ინსტაგრამზე ვიღაც ტიპი ამბობს რომ კარგი იდეები ანუ იდეებს вообще არანაირი ფასი არ აქვს ახსრულების გარეშე ასე რომ თეინახე თქვენთვის იდეები თუ არ აღასრულებთო ესე ამთავრებს და ეფექტური ახსრულებისთვის რა არის საჭირო არის ერთ-ერთი რამე საჭირო ეს არის მოქმედება რა მოქმედებას ჭირდება არა ერთჯერადად რაღაცის გაკეთება არამედ ამის შენ იდენტობაში შეყვანა რა ანუ ასე შენ უნდა გახდე ის ადამიანი რომელიც რაღაცნაირად მოქმედებ და რაღაცნაირად არ მოქმედებ რა თანმიმდევრულობა ანუ ფაქტიურად მნიშვნელოვანია რომ ჩვევის დონეზე გამოვიმუშაოთ ის რასაც მოაქვს შედეგი და მოვიცილოთ ჩვევებიდან ის რაც ეწინააღმდეგება ჩვენ მიზანს ეს კონტექსტი მე მინდა რომ მაინც შემოვიტანო რა ანუ მსმენელს რო არ იგონოს ჩვენ ახლა ამ თვითონ ვლაპარაკობთ მეტნაკლებად სამეწარმეო საქმიანობაზე და სამეწარმეო საქმიანობაში წარმატებაზე და ამავე დროს ზუსტად იგივე რაღაცეები არის საჭირო ნებისმიერ სხვა საკითხში რა შენ თუ გინდა რომ იყო კარგი мама პირველ რიგში აიდენტიფიცირებ როგორ იქცევა კარგი мама და მე იქცევი ისე როგორც იქცევა კარგი мама რა სხვა შემთხვევაში შენ უბრალოდ გრჩება
ფარატინა სიტყვები. იდეა იმისა რომ კარგი მამის იდეა. ხო. და ამ შემდეგ. ხო და კიდე ამავე დროს გარდა იმისა რომ გვაქვს თანმიმდევრული ქცევები და კარგი ჩვევები და რაღაცნაირად ნაბიჯ მივდივართ იქითკენ საითკენაც გვინდა რომ ვიაროთ კიდე ერთი კრიტიკული კომპონენტი რაც არის იმისთვის რომ გახდე ლიდერი მეწარმე და წარმატებას მიაღწიო არის რომ შენ მსხვერპლის როლიდან თუ არ გამოხვედე და პასუხისგებლობა თუ არ აიღე საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე და გარდა საკუთარი თავისა სხვებზეც პასუხისგებლობა თუ არ აიღე და თუ არ ლიდერობის თელი მუღამიც ხო ეგ არის სხვებზე პასუხისგებლობა ხო ზუსტად ხო ანუ შენ რო წარმატებული აღმასრულებელი გახდე ან წარმატებული მეწარმე გახდე შენ გინდა არ გინდა პასუხისგებლობას იღებ სხვა ადამიანებზე მათ ცხოვრებაზე და მათ შორის ფასეულობას ქმნი ისეც რომელიც ხვის ცხოვრებას აუმჯობესებს რა ანუ ფაქტიურად ემსახურები სხვებს ანუ შენ რეალურად შენი იდენტობა უნდა იყოს ის ვინც პასუხისგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე და პირველ რიგში შიგნით იყურება და უყურებს მე ჩემში რა ხდება მე რა ვარ მე როგორი ვარ მე როგორ ვიქცევი და მე გადის გარეთ და მე მიყვარს რა ისე პიტერსონს დავესესხები და მე მიყვარს რა იმედია სწორად მახსოვს რო პიტერსონი თქვა რომ თავისუფლების ქანდაკება თუ არის აღმოსავლეთ სანაპიროზე პასუხისგებლობის ქანდაკება უნდა იყოს დასავლეთ სანაპიროზე იმიტომ რომ რეალურად ბოლო დროს განსაკუთრებით თავისუფლების შეგრძნება მოდის იქიდან, როდესაც შენ მენტალურად ითავისებ იაზრებ და შენ აღქმაში შემოგაქ ის, რომ სხვა არაფერ შუაში არის ამ ყველაფერთან. შენი შემოქმედება არის რა და თავისუფლების არსიც ხო ეგ არის, რომ მე დამოუკიდებელი ვარ, მე ვქმნი იმას, რასაც ვქმნი და ეგ ელემენტარულად აღქმიზონეზეც კი თავისუფლება მოაქვს და ზოგადად მგონია რომ ეგრე არის რაღაცა საზრისის და თავისუფლების პოვნა ხდება პასუხისმგებლობის აღებით პირველ რიგში. კი, მე არ ვიცი მართლა გითხრა ეს საერთოდ ვინმე თქვა თუ საიდანაც მოვიგონე მე ეს სიტყვები, მაგრამ ბევრი წელია პრინციპში შეთანხმებული ვარ ჩემთან, რომ თავისუფლება არის ჩემთვის უფლება არჩიო პასუხისმგებლობა. ხო, ანუ მთელი მუღამი არის რომ შენ ირჩევ, მოდი ამაზე ვიყო პასუხისმგებელი თუ ამაზე ვიყო. ანუ ეს არის რაშიც მოძრაობს თავისუფლება. კი არ გეუნეო ვიღაცა რომ შენ დღეიდან ამაზე ხარ პასუხისმგებელი, არა, შენ წყვეტ. რომ მოდი იცი რა, მე ვიქნები, მაგალითი რაც მოვიყვანე, მოდი მე ვიქნები კარგი მამა. მე ავარჩიე ეს პასუხისმგებლობა, არ გათავისუფლებს არაფერი პასუხისმგებლობისგან რა, ასე რომ, ხო. ესეც ამ კუთხიდანაც რო შეხედო რა, თავისუფალი ნება, როდესაც გააქვს, ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ თავისუფალი იმაში თუ აირჩიო რას იზავ, რას იტყვი და თუ შენ აირჩევ რას იზავ და რას იტყვი, ყველა შენ სიტყვას და ყველა შენ ქმედებას აუცილებლად მოყვება რაღაცა შედეგი. რაზეც პასუხისმგებლობას იღებ. და შენ თუ მზად არ ხარ იმ შედეგზე პასუხისმგებლობა აიღო, მაშინ თავისუფლებისთვის მზად არ ყოფილ ხარ საბოლოო ჯამში. ზუსტად ეგრეა. ეგ არის და ამიტომ თავისუფლება პასუხისმგებლობის აღებაში არის. და ცოტა ხნის წინ წავიკითხე ის წიგნი, რომელზეც მივალთ და ვიტყვი და ალბათ აი ამ ბოლო დროს ჩვენ სამეწარმეო გზაზე ყველაზე ხშირად რა ჩვევაც გამომდგომია. იმიტომ რომ მეტნაკლებად სხვა დანარჩენი ჩვევები აქამდე უბრალოდ მეტნაკლებად ქონდა გამომუშავებული, არის ის რომ მოგეთ შენ საკუთარი აზრის გადასინჯვის უნარი, უკუკავშირის მიღების ღიაობა და შესაბამისად მოქმედება არა შენ რწმენა წარმოდგენებით, არამედ ფაქტურად მტკიცებულებებით და იქიდან გამომდინარე თუ რა შედეგი მოდის და რა შედეგი არ მოდის ამა თუ იმ ქმედება არ ქმედებით, მაქედან გამომდინარე თქმა რომ ხო, ან მე მართალი ვიყავი ამაში, ან მტყვანი ვიყავი, ან ეს თურმე ესე ყოფილა, ან ეს თურმე ესე არ ყოფილა რა. ანუ გარდა იმისა რომ დისციპლინირებული უნდა იყო, გარდა იმისა რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღო, ამავე დროს შენ თუ ვერ შეძელი ისეთი იდენტობის შექმნა, რომელიც უკუკავშირს იღებს და შეუძლია რომ იყოს მოქნილი, იმიტომ რომ სამყარო იცვლება რა, მაშინ შენ გაგიჭირდება, იმიტომ რომ ბოლოს სადღაც კედელს დაეტაკები რა. ხო, აი მოდელი რო წარმოვიდგინოთ, მე ყოველ შემთხვევაში ესე წარმოვიდგინე ეს მოდელი რა, არჩევ რაზე იღებ პასუხისმგებლობას, ამ პასუხისმგებლობის შესაბამის ქმედებები გადაგაკ ჩვევაში და აქვე იტოვებ უფლებას გადახედო შენ საკუთარ ქმედებებს და ნააზრევს, გადახედო კი არა, ვატყბო ჩვევაში სვამ იმას რომ
რეგულარულად მოახდინო გადააზრება იმისი აქამდე რაც ქენი რა. კი, და ბევრ რაღაცას მაშვება, უკავშირდება და მაგას ეს გავალთ სათითაოდ და სანამ აღვაფუძებთ ზუსტად ამიტომ ჩვენი მეორე კრებული რაც გავაკეთეთ, შევკარით აი ამ სამი წიგნიდან, რომელსაც სათითაოდ შევეხებით და ვისაუბრებთ და გაგიზიარებთ ჩვენ გამოცდილებას და ხედვას, ძვირფას უმსმენელებო. ამ კრებულს დავარქვით დისციპლინა და ქვესათაური არის, ასე ვთქვათ, იდენტობა, რომელიც აღასრულებს რა. და ზუსტად რა, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავხდეთ ადამიანები, რომლებიც აღასრულებენ და არა უბრალოდ დავტოვოთ ეგ ყველაფერი იდეათ ან ლამაზ სიტყვებად რა. და დავიწყოთ, მოდი და პირველ წიგნს დავდებ, რომელიც ჩვენ არ გაგვივლია, ესე ინდივიდუალურად, სხვათა შორის ბევრი უკავშირი იყო ჩვენი მსმენელებისგან, რომ კაი იქნება თუ ამას გავივლითო, ეს არის. ახედან ორი არ გაგვივლია ინდივიდუალურად, ხო, ეს არის ჯეიმს კლირის სუპერ წიგნი ატომური ჩვევები. ფენომენალური წიგნი ატომური ჩვევები. ეს არის წიგნი, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში მოახდინა უზარმაზარი გარდატეხა. შევეხები მაგამზეს ეს წიგნი რო არ ვიცი როგორ წავიდოდა შეიძლება ისევ სადღაც იგივე ნარგზაზე დამუდგარიყავი მაგრამ ამ წიგნმა ძალიან დიდი ბიძგი მომცა და საბოლოო არსი რა არის ხო რატომ აქვს რატომ აქვს ქცევას კუმულაციური ეფექტი რა ანუ რატომ არის რომ პატარ-პატარა ნაბიჯებს ვადას თუ მივცემთ და მოთმინებას თუ გამოვიჩენთ საოცარ შედეგებს დებს რა რამოდენიმე მინახავს ეს არ ვიცი თუ გინახავთ და შენ ვიცი რომ გინახავს, მაგრამ მენელს და მაყურებელს თუ უნახავს ესეთი მრუდი რა, ანუ რომელიც თავიდან თითქოს ნელ-ნელა იზრდება და მერე ჰიპერსდას განიცდის რა, ეს არის კომპაუნდირებული, ანუ რთული პროცენტის კლასიკური მრუდი არის რა, რაც ნიშნავს რომ კუმულაციურად ხდება შენდება რაღაცები და თითქოს შედეგს ვერ იღებ რაღაცა დროს ან მწირეს, მაგრამ შენ თუ საკმარის მოთმინებას გამოიჩე, ირდბაშად მერე ის ხელა დიდი შედეგი დგება რომ ხალხს გონიათ კიდევაც რომ თითქოს ერთ ღამეში მოხდა ეგ და არ მოხდა რა ერთ ღამეში მე ძალიან აი ხა მაგის გარდა მე ძალიან მიყვარს ეს არ ვარ ძლიერი მათემატიკაში მაგრამ ძალიან მიყვარს ეს მათემატიკური გამოხატულება ყოველდღე 1%-ით გაუმჯობესებისა შედეგი არის 365 დღეს 38 ჯერ უკეთესი ხარ, ანუ 3800% ხო სწორედ დავთვალე. არ ვიცი 38 ჯერ უკეთესი, ალბათ ეგრე გამოდის, ხო 3800 ჯერ უკეთესი ხარ და არა 365% უკეთესი. ანუ წარმოუდგენელი ეფექტი აქვს მათემატიკურად რა. პირველი ისტორია მაგას უბრალოდ 1%-ს გავალთ კიდე ერთი ისი თქმა მინდოდა რა რომ რატო ატომური ჩვევები რა, რატო ჩვევები? რა შუაშია ჩვევები, თქვა. იმიტომ ეს შეხედვით შეიძლება რაღაც. ჩვევები ხო რავიო, კაი ჩვევები მაგ ჯამცაღად ვიკვებები. კაია, good, მაგრამ ეგ ყველაფერი გამომდინარეობს და ქმნის და აყალიბებს შენს იდენტობას რა. ანუ და როგორც ჯეიმს კლერმა თქვა, ძალიან კაი ფრაზა არის. თქვენ არ ადიხართ თქვენი მიზნების დონემდეო რა. არამედ თქვენ ეშვებით თქვენი სისტემების დონეზე. და სისტემა არის უბრალოდ ის თუ როგორ იქცევი და რა ჩვევები გაქვს რა. იმიტომ რომ ჩვევის არსი არის ის რომ შენ ფაქტობრივად შეხსენებაც კი არ გჭირდება შენი საკუთარი თავისთვის და ძალდატანებაც კი არ გჭირდება, ისე მოქმედებ რა, როგორც ყოველდღიურად იღვიძებ და სავარაუდოდ უმეტესობა კბილს იხეხავს დილით, ეგ არის ჩვევა რა და შენ ხარ იდენტობა, რომელიც დილაობით კბილს იხეხავ. ეხლა შენ თუ გახდები იდენტობა, რომელიც რაღაცა მოქმედებებს აკეთებ რომელიც უკავშირიდან გამომდინარე განსაზღვრავს შენ მიზანთან გაახლოვებს თუ არა, ფაქტიურად გარანტირებული ხდება მე მაგ მიზნის მიღწევა და მაგიტომაც მოკლედ ეს წიგნი არის აქ, იმიტომ რომ მოქმედება არის კრიტიკული განსაზღვრელი იმისა თუ შენ მიაღწევ თუ არა დანიშნულების ადგილამდე და ეს არის წიგნი, რომელიც ყველაზე ეფექტურად შენ გამოცდილებაში გეხმარება იმაში, რომ ჩამოიყალიბო კარგი ჩვევები და უკუაგდო ცუდები და მე ჩემ გამოცდილებას გავაზიარებ, სად გამომივიდა კარგი ჩვევები და სად მაინც ჩემმა ცუდმა ჩვევებმა მომიგო. ხო, ნუ ეს წიგნია, ძალიან რო გავამარტივოთ, ჩემთვის ყოველთვის შეგიძლია თუ თახვდებით იმაზე, რომ შედეგი დამოკიდებულია ქმედებაზე, ეს არის წიგნი, როგორც გასწავლის, როგორ გახადო სასურველი ქმედება რეგულარული. მაგაზე მარტივად თახვდებით. კი. და მოდი მოუყვები რა მე ჩემ ისტორიას და რა გააკეთა ამან რა. 2018-ში ან 2019-ში მახსოვს რომ შემომხვდა ეს წიგნი რეკომენდირებულ წიგნებში საკითხავში ვიყიდე და ალბათ პირველი წიგნი არის, პირველი არა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი წიგნი არის, რომელიც
უმალ გადავედი მის აღსრულებაში რა და მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს რამოდენიმე ჩვევა ჩამოვწერე აპლიკაციას კი გადმოვწერე და დღემდე მაქვს ის აპლიკაცია რომელიც Strix ქვია ანუ ZZ რამდენჯერ რაღაცა გააკეთე და როგორ ჯეიმს იძახის დავისახე მინიმალური მიზნები რა ანუ მაგალითისთვის რო შევხედოთ ეხლა რა რადგან ეს პირველი თეზისი ამ წიგნის არის რომ იდენტობა განსაზღვრავს ქცევას რა ანუ შენ რას აკეთებ რა იმის მაგერად რომ შენ თქვა რომ პირობითად ვიძახი მე მინდა ბიზნესი ავაშენო შენ რეალურად კითხვას ატრიალებ და სვამ რომ როგორია ის ადამიანი რომელიც ბიზნესს აშენებს რა როგორ გამოიყურება მისი ქცევები მისი ცხოვრება რას აკეთებს და რას არ აკეთებს ადამიანი რომელიც აშენებს ბიზნესს რა და მაგალითად უბრალოდ სუფთა იმისთვის მაგალითისთვის თუმცა ყველა წარმატებული ადამიანი მაგას გვირჩევს როგორ წესი კითხულობენ რეგულარულად კითხულობენ და შეიმეცნებენ და იღებენ ცოდნას და ეხლა ჩემი მაგალითი რატო შემოდის მაგ ზუსტად იგივენად მოვიქეცი მეც რა ხდება რა შენ იღებ და იძახი რომ მე უნდა ჩამოვყალიბე იდენტობა ანუ ადამიანი რომელიც კითხულობს რო გავხდე ეგ ადამიანი რომელიც კითხულობს მე უბრალოდ ყოველ დღე უნდა ვკითხულობდე ანუ ეხლა გამოვიმუშავოთ შევა ყოველ დღე კითხვის რა გავაკეთო და სტანდარტულად რისი მსხვერპლები ხვდებით ხოლმე რასაც მე სულ ეგრე მეგონა იყო რომ ვაიმე დღეში უნდა წავიკითხო ალბათ მინიმუმ 50 გვერდი და 50 გვერდი ისეთი მიზანი არის რა თან მithmetes თუ არა გაქვს ეგ ჩვევაში რთული შესახწევი მისაღწევი მიზეზია რომ ყოველ დღე 50 რთული რაღაცაა ხო და ეხლა შენ თუ ერთი დღე არ წაიკითხავ ორი დღე და მესამე დღე ეგ ჩვევაში არ გამოგივა რა ოკეი კითხვა არის ესეთი რა არის ის რაოდენობა რომელსაც ყველა ვარიანტში წავიკითხავ ანუ შეუძლებელია რომ უბრალოდ ვერ წავიკითხო შემ შემთხვევაში იყო ეგ 10 გვერდი ვიღაც შეიძლება იყოს 5 ვიღაც შეიძლება იყოს ეგ 20 მაგრამ მოდი ვთქვათ რა დღეში წავიკითხავ 10 გვერდს დაახლოებით არის ალბათ 15-20 წუთის ამბავი რა ერთ წელიწადში არის დღეში 10 გვერდი არის 3650 გვერდი 3650 გვერდი არის 10 წიგნი რო გადახედო ეხა ბოლოს რეგულარულად რამდენჯერ წაიკითხე წელიწადში 10 გვერდი მიხვდები რომ მაგარი შედეგი არის თურმე დღეში 10 გვერდი 10-ზე მეტიც არის იმიტომ რომ ეხა რო ვფიქრობ საშუალო რაოდენობა არის 250-300 გვერდი რა ხო ნუ 300-ზე რო დათვალო რა დაახლოებით მერე მეორე პლუსი რაც ამ 1%-ია და შემოვაი შენ თუ ყოველდღე 10 გვერდს წაიკითხავ შენ წლის ბოლოს იმდენად მიეჩვევი კითხვას და იმდენად გაიუმჯობესებ უნარჩვევას კითხვის რომ იგივე დროში შეიძლება უკვე 20 და 30 გვერდი წაიკითხო და 20 და 30 გვერდი წელიწადში 30 წიგნი არის წელიწადში 30 წიგნს თუ კითხულობ ხალ ალბათ სოფლიოს ტოპ 1%-ში იმიტომ რომ მაგდეს არავინ არ კითხულობს ძალიან ცოტა ადამიანია ვინც წელიწადში 30 წიგნს კითხულობს რა და ზუსტად ეგრე გავაკეთე ნუ თქვი რომ მე მინდა ყოველ დღე წავიკითხო 10 გვერდი და არის ყველაფერი ჩვევაში კი აი მაგას ძალიან ამ წიგნშივე ატომურ ჩვევებშივე ისა აქ რა ფორმულირება დავარქვათ Goldilocks-ის წესად ფორმულირდება რა Goldilocks-ის წესი გულისხმობს რომ უნდა ზღვარზე უნდა იყო ანუ არ უნდა იყო ძალიან ადვილად რაც არის ის იმას არ უნდა აკეთებდე რაც შენთვის ძალიან ადვილია მაგალითად ერთი გვერდი მაგრამ არ უნდა შეეჭიდო იმას რაც შენთვის ძალიან რთულია მაგალითად 50 გვერდი რა უნდა გაჩერდეს ზუსტად ზღვარზე რაც არის და ნუ პირობითად 10 გვერდი ხო ნუ საკმაოდ ისე ჟღერს ზღვარზე მყოფად ჟღერს რა მაგ შემთხვევაში იღებ ყველაზე დიდ ეფექტს გაუმჯობესების როდესაც სულ ზღვარზე მუშაობს კი არც იქეთ არც აქეთ რა კი გაუმჯობესებაში კი თუმცა შენ თუ ჩვევათ ეგ არ გაქვს მე პირადად ჩემზე იმოქმედა რა მაგალითად ვარჯიშზე გავაკეთე ეგრე რომ გადავწყვიტე რომ ყოველ დღე მეკეთები და მინიმუმ 1 აზიდვა და იმდენად ადვილი არის ეგ საქმე რომ ყოველდღიურად რო დგებოდი და რო ვაკეთებდი ერთ აზიდვას ანუ ძალიან ადვილი საქმე იყო რა და უცებ გამოვიხედეთ ორ კვირაში 10-ზე ვიყავი 100 ანუ იმიტომ რომ უბრალოდ ის ჩვევა იყო უკვე გაჯდა ჩვევაში რომ მე რო ვდგები ამას ვაკეთებ რა ზუსტად იგივე იყო ჩანაწერებზე ანუ რომ მინდოდა რომ გამეწყო მე ყოველ დღე ეგრეთ წოდებული journaling-ი ანუ ჩანაწერების კეთება და წარმოება რაღაცნაირი დღიურის ზუსტად ეგრე იყო რომ დავისახე რომ ნებისმიერი რამე არ არის აუცილებელი რომ მე გავავსო ერთი გვერდი და ჩემი ემოციების იდენტიფიცირება მოვახდინო და ჩემი ტრიგერები ვიპოვო არა თუნდაც დღის განმავლობაში რა გააკეთე ეგ დაწერე თუნდაც უბრალოდ ჩაწერე რომ იცი რა აი დღეს ხა დღევანდელ ჩაწერის დღეს არაფერი არ მომაფიქრდა და ამიტომაც არაფერი არ ჩავწერე გავახსენე ზუსტად გვანცა არ ამბობდა მაგას გვანცასთან რო კონდა ეპიზოდი რომ
უბრალოდ წერე რა, რა სისულელიც არ უნდა მოგივიდეს თავში, უბრალოდ წერე. გვაცამ კიდე 15 წუთი დაგისახა და მე რას ვიზახით რომ ერთი წელადებას ჩაწერთ, უბრალოდ ჩვევაში გაიჯინა, ანუ შენი იდენტობასთან დაი შეერწყას ქცევა, გახთეს, შენ გახთე ის ადამიანი, რომელიც ყოველდღე წერ. და ეხა ამ ყველაფრის გახსენებაზე, იმიტომ რომ თვითონ მე ამ წიგნში წერია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შენი გარემო მოაწყო ისე, რომ გეხმარებოდეს იმ ჩვევების გამომუშავებაში, რაც გინდა და უშლიდეს შენ ნეგატიურ ჩვევებს რა და ეს მაგალითად მე როგორ ვაკეთებდი რა. ამ წიგნის კითხვა რომ მქონდა აღებული, ყველა ვარიანტში მე დო წიგნი სახშიც და სამსახურშიც რა. რომ მიზეზი არ ყოფილიყო, სადაც არ უნდა ყოფილიყავი, ქონდა წასაკითხი. ზუსტად იგივენაირად იყო ბლოკნოტი, ასე ვთქვათ. ანუ დამქონდა ან სულთან, ან ორივე მქონდა რა, სახშიც მქონდა და სამსახურშიც მქონდა, რომ ეს ზუსტად იგივე წიგნის კუთხით დღემდე ჩემ ოფისში 5 დევს, სადაც სავსეა წიგნებით, რომელიც ოფისში მაქვს წაკითხული, გადაბარგების პროცესში ხო ჩავყარე ყუთში რა და დღემდე იგდევს და სხვა შორის რამოდენიმე კარგი წიგნი დევს იმ ყუთში და ვერ მივახციე რომ წამოვიღო რა. ამან იქ საერთოდ გახადა, ანუ აუტანლად ადვილი რა. ეს საოცარი რამე არის მართლა. დღითი დღე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, იმიტომ რომ არ მიფუჭებს რა ვქვია მაგას. ანუ იმედგაცრუება არ მოაქვს რა. კი, შეიძლება ხა თლათ ის არ არის როგორც მაგალითად Apple-ის iPad-ი რაც ულტრა სწრაფი, მაგრამ კონკრეტული მიზანი რაც აქვს ამას. თვალებს არტკენს, იმიტომ რომ მონოქრომული არის. ყველა აპლიკაცია შეგიძლია ჩაწერო, რახან Android-ზე არის შესაბამისად. წიგნების ამბავში, ანუ საბასაპიც მაქვს, PDF-ებიც მაქვს, Kindle-იც მაქვს. შესაძლოა მთელი ბიბლიოთეკა რაც კი შეიძლება რომ მქონდეს წიგნები, თან მაქვს. ანუ ის რომ მე ჩემი ჩვევა რომ ყოველდღე მინიმუმ 10 გვერდი წავიკითხო, კიდე უფრო ადვილი შესასრულებელი ხდება, იმიტომ რომ სულ თან დამაქვს და ამაზე დაემატა ის რომ აი ჩანაწერების კეთება ესე მაგრად მე არ მეგონა თუ ფურცელს გადამაგდებინებ და რამე საერთოდ, იმიტომ რომ აი ეგ არის განსაკუთრებული ამის პლუსი ჩემთვის, რომ ფურცელი გადამაგდებინა რა, ანუ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი ამაში მაქვს, თან დაყოფილი მაქვს, ხო, ბაბლჰედის იქით. პრაქტიკულად eco-friendly გახდი მაგ ხრივ, ფურცელს არ მოიხო. კი, ხო და გუშინ ვიყავი Zoom-ში, სხვათა შორის ეს Zoom-ში ვიყიდე. Zoom-ში ვიყავი და ბევრად დიდი არჩევანია, საკმაოდ დიდი არჩევანია უბრალოდ და ბევრი მოდელი ქონია. მე ესე კარგად არ მქონდა ამის შესწავლილი. ძალიან ბევრი მოდელი ქონია. ამიტომ მსმენელებს შევახსენოთ რა ბენეფიტი გვაქვს ჩვენ თანამოაზრე Zoom-ერისგან. ვიდეო სახწერაში იქნება მოცემული სპეციალური ბმული, იმ ბმულით რომ გადახვალთ Zoom-ერის ვებგვერდზე და იქნება სრული არჩევანი Books-ის კოლექციის და თუ შეიყვანთ პრომო კოდს Bubbleheads, შეძენის შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაგლებას. რაც კარგია, იმიტომ რომ ძალიან კარგია. არც თუ ისე ცოტა თანხა გამოდის 20%. კი, 20% კარგი თანხა გამოდის, თან ის რაც შენ ახლა თქვი, რომ მრავალფეროვნება მოდელების იძლევა საშუალებას, შესაძლებლობას, რომ უმრავლესობისთვის რომელიღაცა ბიუჯეტში ჩაჯდეს რა. კი. ხო და ნახე დაუბრუნდეთ ახლა ისე მეწარმის ჩვევებს, რა, კაი, წიგნი გავიარეთ, რა შეიძლება კიდე იყოს, მაგალითად რა. და ერთად ჩემ კლიენტთან მქონდა ამაზე საუბარი რა, ანუ როგორ არ დავკარგოთ კავშირი მაგალითად წინა ხასთან რა, ანუ ჩვენ მომხმარებელთან რა. მაგას ჭირდება რეგულარულობა რა, მაგას ჭირდება რომ ჩვენ რეგულარულად ვესაუბრებოდეთ მომხმარებელს ნებისმიერი არხით, მაგრამ ვესაუბრებოდეთ რა. ეგ რო გააკეთო შეიძლება რაღაც დონეზე იდენტობა და რუტინაში უნდა კონდეს, რომ მე რაღაცა სიხშირით ამას ვაკეთებ. ეგ შეიძლება იყოს დღეში ერთხელ, შეიძლება იყოს კვირაში ერთხელ, შეიძლება იყოს კვირაში 3-ჯერ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რა. რუტინა. იგეც იგივეა რა, მე ვარ მეწარმე, ან მე ვარ აღმასრულებელი, რომელიც რეგულარულად ველაპარაკები ჩემს მომხმარებლებს. რას აკეთებს მეწარმე და აღმასრულებელი, რომელიც რეგულარულად ველაპარაკება მომხმარებლებს? ველაპარაკება მომხმარებლებს ალბათ. მოდი ეხა და გარემოში შეგიძლია შექმნა, ასე ვთქვათ, არხები, რაც დაგეხმარება მაგაში და ესაუბრო. ხო, იცი რა, ეხა მეორე მაგალითს რომ მოიყვანე რა, პრინციპში მაგან დამაფიქრა რა. ატომურ ჩვევებში რაც თავარი განმასხვავებელი ალბათ რაც არის, რომ მეორე მხრიდან მიუდგა ჩვევებს რა, ანუ ჩვევასაც მიუდგა ისე, როგორი ადამიანი გინდა იყო და იმისთვის ააშენე რა. ანუ უბრალოდ ეს მინდა გავაკეთო კი არა, ანუ როგორი ადამიანია ის ვინც გინდა იყო და ოკეი, მაგას რა ჭირდება, როგორი ქმედებები რა. და ეგ პრინციპში ალბათ ეგ მნიშვნელოვნად გეხმარება
ეგიდია გეხმარება წინსვლაში რა. კი, ეხლა აქ რომ მოდიოდით შეც ხომ გასმენიებდი Diary of CEO-ს პოდკასტს, ის ეპიზოდი რომელიც შეროჩაჯიქი მანქანაში დასრულებული იყო, სხვა ჩავრთე. მან იყო ეს ადამიანი იყო, რომელიც ექსპერტი არის, მოკლედ კომუნიკაციაში, манипуляციებში და დარწმუნებაში, მოკლედ. და ის საუბრობდა იმას, რომ ჩვენ იდენტობიდან გამომდინარე მოქმედებთ რა. და ეს იდენტობა როგორ ყალიბდება ბავშვებიდან დაწყებული ეს სხვა, მაგრამ იდენტობა არის ის, რაც განსაზღვრავს შენ მოქმედებას რა რეალურად. ამიტომ იდენტობაზე მითითება და მაგალითად ეგეთ მაგალითი მოყავდა რა, რომ თუ გინდაო რომ ვიღაცა საუბარში იყოს გახსნილიო, პირადად რაღაცა სხვა განსხვავებული აზრის მიმღებიო, საუბრის დაწყების დროსო შენ მოახდინე კონტექსტის ჩამოყალიბებაო რა და მაგალითისთვის მოიყვანა რომ აუ რა კარგია, როდესაც დაჯდებიო და ისეთ ადამიანებთან საუბრობო, რომლებიც არიან გახსნილებიო, განსხვავებულ ასპატივს ცემენო და ამ დროსო დააკვირდიო მეორე მხარე დაიწყებსო თავის ქნევას, რომ ძალიან ცოტა ადამიანია, რომელიც იტყვის რომ არაო რა, ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა კარგია, დაიწყებს თავის ქნევასო, მაგ დროს რა ხდებაო რა, მაგ დროს ის ადამიანი იწყებს მაგ იდენტობაზე თავის დაქნევას და თქმას რომ კი დღევანდელი საუბარი ეგეთი იქნება რა ეს მე და შენ. ანუ ფაქტიურად როგორ შე რო თქვი კომიტმენტი თანამიძღვნა გააკეთა საკუთარი თავის მაგ იდენტობასთან. ხო, ფაქტობრივად აიზულებ იმას რომ იდენტობას შეესაბამებოდეს რა. დაგიქნიოს თავი რომ კი, მაგიტომაც იზახია რა რომ შენ თუ გინდა რომ მაგალითად და მე ბევრჯერაც შემხედე ჩემ კოგნიტურ ქცევით თერაპიაში ციგრე იყო რა, ანუ რაც უფრო მეტ ადამიანს გააგებინებ, რომ შენ დღეიდან ესეთი ადამიანი ხარ, რომელიც ამას აკეთებ, მაგალითად აღარ ეწევი, ან ვარჯიშობ, ანუ რაც უფრო მეტ ადამიანთან დადებ პირობას, რომ ჩემი იდენტობა ეგ არის, მით უფრო მეტად იქნები ერთგული მაგ შენი პირობის, ანუ რო იტყვი რომ აუ მოდი მე აღარ მინდა რომ თქვა მე მინდა რომ ვივარჯიშო, არის განსხვავებული იმასა რომ მე ვარ ადამიანი რომელიც ვარჯიშობს კვირაში 3 ჯერ. ანუ ეგ უფრო ეფექტური თქმა არის და ზუსტად მაგით ვაკეთებ ჯეიმს კლერიც მაგას რა, ანუ შენი ადამიანი იდენტობის შენება დაიწყე რა და იდენტობა დასვი კითხვა რომ როგორი ადამიანი რომელიც ესეთი არის, როგორ იქცევა და მე ამ ქცევებზე მაქსიმალურად პატარა ნაბიჯებით დაიწყე მაგის ჩვევებში გატანა რომ უბრალოდ სისტემად იქცეს და არა ყოველდღიურ გადაწყვეტილებად რა. კი ბატონო. მეორე თეზისი არის რომ აი ეს 1%-იანი გაუმჯობესება ქმნის უზარმაზარ შედეგს რა. და რას გულისხმობს, ხო? კი ვილაპარაკე მაგაზე, მაგრამ მაინც გავმეორდები. ანუ პატარა გაუმჯობესებები ერთის მხრივ შეგრძნებას გვიტოვებს, რომ წინ ვერ მივდივარ და სულ გვინდა რომ აი ვაიმე, ეხა ეს რა არის? ეს არასაკმარისია, მეტი უნდა ვქნა. და ამავე დროს საწინდარი გრძელვადიანი წარმატების არის ზუსტად ის, რომ შენ ნაბიჯ მიდიხარ და მე ეს კუმულატიურ ეფექტს იძლევა და როგორც შენ თქვი რა, ყოველდღიური ვის მაგალითი ბოლო ყველა მის შეიძლება ბევრმა იცის, ხო, რაღაც მეფე და ვაზირის თემა როა იყო, ადრე ძველი აღმოსავლური დასასავით რო არის. ჭადრაკის დაფაზე რო რა გინდაო, ანუ რაღაც ვაზირმა რაღაცა კარგი რჩევა მიცა მეფეს თუ რაღაც ეგეთი ისტორია, მოკლედ და ის ამ მადლობის კუთხით მეფე ეუბნება რომ რა გინდაო, რომ სანაცვლოდ გავაკეთო და ჭადრაკის დაფა აიღეო. ხო. და თითო პირველი უჯრითო დაიწყეო, თითო და ერთი მარცვალი დადეო. და ყოველ შემდეგზეო გააორმაგეო რა, ანუ ეგ არის კუმულატიური კატასტროფული შეუძლებელი რიცხვია რა. აი მან თვითონ იმას რა ქვია clears აქ ესეთი მე ყოველ შემთხვევაში მე ყველაზე მეტად ამ წიგნიდან ეგ ციტატა ჩამრჩა რა. ქართულ ვერსიას ვიტყვი ჩემეულს რა. ეგეთ რამეს ამბობს რომ იმისათვის რომ გახდე რაღაცაში ბრწყინვალე უნდა იყო მონუსხული ერთი და იგივეს კეთებით. უნდა შეიყვარო მომწყინდა მდგომარეობა. ანუ მოწყენილი მდგომარეობა ბუდმივ სიახლის ზებნას ამ კუთხით უნდა დაანებოთ. ანუ უნდა მოგწყინდეს ერთი და იგივეს კეთება და შედეგად მიიღებ ჭადრაკის დაფაზე მარცვლებს რა. ხო, იმიტომ ნახე ესე რომ შეხედო რა, ეხა დისციპლინაც ხო იგარი საბოლოო ჯამში გამბავია რა, რომ შენ რეალურად აკეთებ მაშინაც კი, როდესაც ხალისი არ გაქვს მაგის, იმიტომ რომ როდესაც ხალისი გაქვს მაგას სხვა რამე ქვია, სხვა სიტყვა ქვია რა, არავის არ ჭირდება არ დისციპლინა და არის რუტინა, როდესაც რაღაცა იმ კონკრეტულ მომენტში ემოციურად გეძახის და გინდა და 100% ეგრეა ნახეთ, შენ თუ ჰორმონზე იძახის მაგას სხვათა შორის ხშირად რა. ანუ შენ თუ გამოიმუშავებ ჩვენას იმისა რომ სრულ მოწყენილობაში და მაშინ რა ქვია უხალისობაში გააგზელო ისე
რაღაცის კეთება, ყველა ვარიანტში მოუგებ 99% ადამიანებს, იმიტომ რომ უმეტესობა ადამიანი მაგას ჩერდება, როცა იწყებს რა. და არსი კიდე ბიზნეს მიღწევის არის, რომ შენ უბრალოდ არ უნდა გაჩერდე რა და უნდა გააგრძელო და გააგრძელო. ეხლა მე რა მინდოდა რას მინდოდა შევეხო, აი კონტენტის გამოქვეყნების ამბავი იგივე რა. ყოველ დღე, ყოველ კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ, ნიშნავს, რაც უფრო ხშირად რა თქმა უნდა, მით უფრო, მაგრამ შენ შეიძლება შედეგი ვერ ნახო რა. ანუ სწრაფად. და შეიძლება გეგონოს, რომ ეს ყველაფერი შენთვის არაეფექტური არის. თუმცა როგორც კი შენ ამას გადააქცევ, შენ იდენტობად და ჩვევად, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც რაღაცას ყველა ვარიანტში აქვეყნებ, აი მე რაღაც LinkedIn-ზე კვირაში ერთხელ რაღაცას ვწერ რა. ერთი რომ ეს პირობა აქედან გიბიძგებს, რომ აბა ეხლა რაღაცა მოიფიქრე, რასაც დაწერ. მეორე შენ ასევე თუ ღია ხარ და უკავშირს აკვირდები და ნახულობ რა ხდება, ყველა ვარიანტში უმჯობესებენ უფრო უკეთესი ხდები დროთა განმავლობაში. ნელ-ნელა, სალსახად. მაგრამ უკეთესი ხდები. ეხა ეგ ისეთი მაგალითი მოიყვანე, რომ რავი, ბოლო 2 თვეა ვაკვირდები ჩემ პირად, რა ქვია, აქტივობას მაგალითად იგივე LinkedIn-ზე რა. მნიშვნელოვნად, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მნიშვნელოვნად კი არა, შედარებით ციფრებში მნიშვნელოვნად გაზრდილია ჩემი რაღაცა ბოდიალის engagement-ი, რა ქვია მაგას, ჩართულობა და უკავშირი ჩემ რაღაც აქტივობაზე, ასე რომ ვთქვათ რა. და ეს ნელი იყო, მაგრამ მან საინტერესო რა არის რა, საინტერესო რა არის, აი რო შენ რო ამბობდი, ყველა ვარიანტში ისწავლიო, ხო? აი გადააზრების მომენტი დგება რა. რაღაც მომენტში ძალიან არ მომეწონა რა, ის როგორც ვითარდებოდა ჩემი აქტივობა. აი წყალს ნაყავდი მდგომარეობაში ვიყავი რა და მან მივხვდი რომ ხო ეტყობა რაღაცას ვაკეთებ რადიკალურად არასწორად რა და დაუსვი კითხვა ცოდნე იმასთან რა ქვია არსებასთან რომ აი რას ვაკეთებ არასწორად ცოდნე არსება რა ხელოვნური ინტელექტი მეტი როგორ დავაფორმულირებ ცოდნე არსება ხელოვნური ინტელექტი რა დავაფორმულირებ ანუ რა საყვარელი ფორმულირება ხო რომ მეთქი რას ვაკეთებ ზმაო არასწორად და ამან მითხრა რომ შენო აი საერთო წარმოდგენა არა გაქვს რას აკეთებო რა და ეპოდი ესე ცადეო ცადე და ცალსახა გაუმჯობესება მაქვს რა და მან რა არის რომ აი ხა შენ რასაც ამბობდი რა პროგრესს რო ხედავ სულ მინიმალურსაც კი რა გინდა თუ არ გინდა აი ეს ხმადაღებული мотиваცია გეძლევა რა мотиваციას ვერ მოიგონებ რაღაცა უკავშირი გაძლევს мотиваციას და პროგრესს რო ხედავ ეგ არის შენი мотиваცია ეგ არის შენი უკავშირი და ის არის ჩაკეტილი წრეა რა აგრძელებ კეთებას აგრძელებ გაუმჯობესებას უკავშირი კიდე უმჯობესდება შენ კიდე აგრძელებ და ნუ ასე მიდიხარ ბოლოში აი ამ კუმულატიურ ეფექტამდე ტაძარი შენდება ერთი აგურის მეორეზე დადებით რა თითო-თითოთი რა და საბოლოო ჯამში მე შენდება ტაძარი და ეგ არის ზუსტად ის რასაც ჯეიმს კლერი გვეუბნება რას არის ზუსტად რასაც ჩვევები აკეთებს ეს არის რომ შენ ყოველ დღე პატარ-პატარა აგურის დადებით ყველა ვარიანტში ბოლოს ააშენებ ტაძარს და თან არავინ სხვა ერთ დღეში მაგას არ აკეთებს უბრალოდ ჩვენი რასი მსხვერპლი ხვდებით იცი რომ და მე ხშირად დამეჭერია ჩემი თავი განსაკუთრებით ორივე ნაწილში რა მეწარმეობაშიც და ვარჯიშის ნაწილშიც და ბევრ სხვა ნაწილში რა ჩვენ ხედავთ იმ ადამიანებს რომლებიც უკვე მივიდნენ იმ შედეგამდე რომელიც ჩვენ გვინდა ჩვენთან და გვეჩქარება მაგ შედეგი რა და წარმოდგენა რა გვაქვს მაგ ადამიანების მიერ განვლილი გზა და რეალურად რაც უფრო მეტად დავიწყებთ დაკვირვებას რომ ეს ადამიანები რას აკეთებენ იმისათვის რომ აქ არიან ყველა ვარიანტში პოუგობ მერე ჩვევას რა ანუ მაგალითად იგივე სავარჯიშო დარბაზში რო უყურებ იმას ვინც ფორმაშია რო აკვირდები ვაუ დადის რა ყოველ დღე დადის და ყოველ დღე ვარჯიშობს ანუ წვიმა თქეში ანუ შესაბამისად ეგ არის მისი იდენტობა ის ყოველ დღე მაგას აკეთებს რა ხო აი ეს რა ამ წიგნს აქცენტი გაკეთებული იმაზე და ხო მართალია ალბათ რა ორი გზაა რა პრინციპში ან ნებისყოფაზე გააკეთო აქცენტი ან აი ამ ყოველდღე თითო აგურის დადებაზე ასე ვთქვათ რა და რაღაც ისეთი გარემოების შექმნაზე რომელიც ამაში დაგეხმარება ხა მე ჩემ თავს რო ვაკვირდები რა მთელი ცხოვრება აქცენტს ვაკეთებდი და უდიდეს ნიშნულობას ვანიჭებდი ნებისყოფის ფაქტორს რა და ნუ ახლა ავიცი თავდაბალი არ ვიქნებ მაგრამ აქამდე
უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ კარგად მუშაობდა რა. ახლა თუნდაც ახლა ბოლო 1 წელი რო ავიღოთ რა. თქვი რომ იცი რა, მოდი მე ისეთ უცნაურ ამას ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა, მოდი რა მე შევამცირებ ღვინის დეგუსტაციების რაოდენობას მნიშვნელოვნად რა. ანუ და ბოლო 1 წელია პრაქტიკულად 5-6 ჯერზე დავედი მთელი ამ წლის განმავლობაში. ხა ძალიან დიდი პროგრესია, მაგრამ თავიდან ბოლომდე ნებისყოფის ხარჯზე გაკეთებული პროგრესია და ანუ საკუთარი თავის შემოძახების ხარჯზე და ატომურ ჩვევებში ძალიან მაგარი რაც არის ხრიკები, რომელსაც გასწავლის რითიც უნდა არისო დამოკიდებული ნებისყოფაზე რა და აი მეორე გამახსენდა რაც გავტესტე და იმუშაო. კი, არ დავიტოვე, იმიტომ რომ არ მინდა და არ ვთვლი რომ მინდა, მაგრამ გავტესტე და როგორ შევამცირო მეთქი აღვირა ხსნილი რაოდენობით აიქოსის მოწევა რა, რომელსაც თქვენ აგერ უყურებთ ყოველ ეპიზოდში რა. და ძალიან მარტივი რაღაცა ვქენი და მაგამდეც მივალთ ალბათ რა. მინიმალურად შევცვალე გარემო რა. კოლოფი და აპარატი გადავდე ისე, შორს კი არა. უბრალოდ ისე რომ თვალი ხედველობის არეალში არ მხვდებოდა. აი არანაირი ძალისხმევა არ დამჭირვებია და საშუალო დღიური მოხმარების ნახევარზე დავედი იმ დღეს. ვაჰ, მეთქი, თან აი ზუსტად კითხულობდი რა და აი ისეთი დავიჯერე ეგრევე ყველაფერი რაც ამ წიგნში წერია, დავწუნდი რომ მაგრად მუშაობს რა. ნახე, ნებისყოფაზე გავაკეთე პატარა კომენტარს. საბოლოო ჯამში ეს შენი ნებისყოფა დადის ისევ იქამდე რომ შენ რაღაცა ქმედება და რაღაცა ქცევა შეცვალე რა. ანუ იქცეოდი 100 და მე გადახვედი 100 ქცევაზე რა. და შენ შეიძლება ეს ნებისყოფით გაატანინე, მაგრამ შედეგი მოაქვს რეალურად შენ მოქმედებას რა საბოლოო ჯამში. და ეხლა ნახე რას გულისხმობ რა, რატო რას ვიზახ რომ შენ თუ ამავე დროს ეხა ამას დაამატებ იმას იდენტობას რომ შენ ხარ ადამიანი რომელიც აღარ სვამ პირობითად ვიზახ რა. იმიტომ რომ ნახე ნებისყოფა აღარ გჭირდება უკვე რატო? იმიტომ რომ შენ ეგეთი იდენტობა გაქვს. მე არ ვიძახი რომ ჯადოსნურად მაგას რო იტყვი აღარ დაგჭირდება მოთმინების უნარი. უბრალოდ შენ უკვე ჩაკეტე ყველანაირი გზა იმისა, რომ ნებისყოფა კი არ გამოიჩინო, აღარც უნდა გააკეთო ეგ საერთოდ რა. და სად მივდივარ მაგამდე რა, რომ უბრალოდ ნაწილში ცუდი ჩვევების გადაგდების ამბავში არ მოქმედება ცოტა სხვა არის, მანდ უფრო მეტად გარემო ერთვება და ეგ მე მინდა რომ შემოვიტანო მე რა ჯერ ეხა აქ დავში. უბრალოდ პოზიტიურ ჩვევებში რაზეა ლაპარაკი რა, რომ შენ ნებისყოფის გამოჩენა იმისათვის რომ ყოველდღე ადგე და ივარჯიშო, ბევრად უფრო გიადვილდება, თუ დაიწყებ იმითი კი არა რომ ყოველდღე ადგები მართლა წახვალ და მართლა ივარჯიშო, არ მე დაიწყებ იმიტომ რომ მაგალითად ყოველდღე გაიგვიზებ და ჯერ ჩანთას ჩაალაგებ რა. მე ყოველდღე გაიგვიზებ და უბრალოდ დარბაზში მიხვალ. ანუ ეგ არის ის პატარ-პატარა გაუმჯობესება, რასაც ვქრია, რომელიც მე უკვე იდენტობაში გაგიჟდება, რატომ იმიტომ შენი ტვინი ეგრე მუშაობს რა, უბრალოდ დააჯგუფებს ერთმანეთზე, ისთვის მე ვარ ეს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობ და უკვე აღარ მოგიწევს მე, იმიტომ მე ხა პირიქით მემართება რა. მე რომ ვაგდებ ვარჯიშის დღეებს, პირიქით აღარ მსიამოვნებს, მინდა რომ წავიდე რა, ანუ აღარ მჭირდება დატანება ძალის მაგაზე და მარტო ეგ მოხდა, იმიტომ რომ ვადა გავიდა. ერთადერთი რაც შეიცვალა ჩემში არის ის რომ იმდენი ხანი ბოლო 2 წელიწადთან შვევა გაჯდა. ხო. არა, მე მესმის და მეც მან ვიყავი, ანუ მაგის თქმა მინდოდა უпростоრად რა. ერთი გზაა რომ მთლიანად დაეყნო ნებისყოფის ფაქტორს და მეორე გზაა რომ გამოიყენო ის ძალიან მაგარი ხრიკები იმისათვის რომ უბრალოდ გაადვილო ეს ძალისხმევა რა. აი ეს ჩაალაგე ჩანთა. ხო, არის ხრიკი რა, მაგას ვამბობ. ხო, ანუ ნების იგივე ნახე იმას რომ შეხედო რა. მე რაც რო თქვი ეს აპლიკაცია გადმოწერა სტრიქების თქო რა. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც დოპამინი რო მოგდის, მაგრად გვიხარია რა. და ნებისმიერ პატარა გამარჯვებას მოაქვს ეს პატარა დოპამინ კიკი, რასაც ქვია და ეს ის რომ შენ ამ ყოველდღე accomplishments აკეთებ და ამ აპლიკაციაში აჭერო მე ეს გავაკეთე ისაც თქვი. ეს გაძლევს ამ საქვია, რაც ქვია მაგას fulfillment-ი რა, კმაყოფილებას. გძენს. მე პირადად ეგ ციგნებში ეგ მეხმარება რა და დღიური შანსებში მე ეგ მაქვს. ანუ ჩემ ტელეფონში აპლიკაციას რო გახსნე არის რაღაცები რაც უნდა გავაკეთო. ყოველდღე ჩვევები, მარტო ყოველდღიური ქცევები არის ლაპარაკი რა და იქ ყველაფერს მე დღის ბოლოს ვაჭერ, რომელი შევასრულე და რომელი არ შევასრულე რა. და სერიოზულ იმას მაძლევს ეგ მე. რა ქვია მაგას სტიმულს იმისა რომ მე გავაგზელო ეს, იმიტომ რომ ფუჭდება მე ის
ზედიზედ ნაკეთები მე უკვე რატო გავაკეთე წარუმატებლობას ხო და არ მინდა ფიქრებინებს ეგ და არ მოგწონს იმიტომ რომ ეგ შენი იდენტობა არის წარმატებული ადამიანის იდენტობა კიდე მეორე იდენტობაზე გავდივარ ზუსტად ეგ არის იდენტობა ეხლა ნახე შემოხედე მე მეორე თემა წიგნის თემა რა არ ვიცი შენ თუ შეგიმჩნევ შენგან გავიგიგად მე ვილაპარაკეთ მაგაზე უფრო სწორად მინდოდა ეხლა მე თქვა თუ დააკვირდებით თუ გვერდებს აი მაგალითად აი ბუქსში შეგიძლიათ ეგ ადვილად გააკეთოთ რა კი ანუ თქვენ თუ შეგიძლიათ რომ ფონტის ზომა ისე შეცვალო რომ პირობითად ვიძახი წიგნის რეალური ერთი გვერდი გახდეს რეალურად სამი გვერდი ნიშნავს ის რომ თქვენ უფრო მალე დაამთავრებთ ერთ გვერდს და უფრო მალე გექნებათ პროგრესის შეგრძნება რაც გამოიწვევს შენში კმაყოფილების ასე ვთქვათ ამ დოპამინ კიქს მოიტანს და გაგატანინებს უფრო მეტად რო იგითხო. და ეხა მე გეტყვი მეორე ვარიანტს. თუ ადგებით და ერთ გვერდს და შეამცირებთ ისე გაზდით ფონტს რომ ერთი გვერდი გახდეს მაგალითად რეალობაში ნახევარი გვერდი. ეგ არ თქვი მე ეცქოს. შენ პირიქით თქვი, შენ თქვი რომ ერთი გვერდი იყოს რეალური სამი გვერდი. ერთი გვერდი იმაში ბუქსი იყოს რეალური სამი გვერდი. არა, პირიქით უნდა იგივე, ხო? იგივე უნდა მეცქვა. ძალიან მალ-მალე ხედავ პროგრესს და ჩემზე ეგ ისე მოქმედებს, რომ მეცინება ჩემ თავზე. დავაკვირდი, რომ ბოდიში ხა ამ თემაზე რომ გავდივარ, მაგრამ მაგრა მუშაობს. დავაკვირდი, რომ მოკლედ ამ ელექტრონული საკითხავის და რეალური საკითხავი რომ დამერჯდეს რა, შეერწყას რა, ესე მთლად ერთ-ერთში არ გამოდის რა. ხო, გამოდის ისე რომ ну მაგალითად შეიძლება ერთი ელექტრონული გვერდი რაღაც მომენტში იყოს სამი კი სხვადასხვა ფორმატები აქვს და იმით ხო და შესაბამისად რო ვკითხულობ რო ვხედავ რომ პროგრესი ზოგჯერ ჩქარამიდის და ზოგჯერ ცოტა ნელა იმიტომ რომ ის ერთი გვერდი სამი გვერდია რეალურად აუ როგორ ვიძაბები იცი რომ შევანელე კითხვა აი ძალიან ვიძაბებ კი ხო და ეხა მე ისე მინდა ერთ რაღაცას შევეხო რაც ბიზნეს სამეწარმეო მატერიალურ სამყაროში წარმატების ასევე საწინდარი არის რა და ამაზე ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ გივი და ეხლა ისეთი პერიოდი არის სამყაროში რომ მოკლედ მთელი ჩემი ეს ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე არის სულ გაწითლებული და ნერვებს მიშლის ძიმე პერიოდია კლავს და უბრალოდ პირობა რაც დავდე და რასაც ასევე ჩვენ მსმენელსაც უეუნებით არა მარტო მსმენელს და ყველას ვეჩიჩხინები არის ის რომ გაანებე თავი გძელვადაში უყურე რა იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის რაღაცა რასაც ორივე რამე ჭირდება რა ჭირდება ჩვევა ანუ ულაპარაკოთ შენ შემოსავლის მიღებისთანავე რაღაცა ნაწილს უშვებ დანაზოგში და დანაზოგს უშვებ რაიმე ტიპის ინვესტიციაში და ნუ მე ვლაპარაკობ მხოლოდ საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ინდექსებში კონკრეტულად ამერიკის ეკონომიკაში ანუ S&P 500-ში უბრალოდ ჩემთვის ყველაზე მარტივი არის ეგ და არ ამგონია რომ რა შეიძლება კიდე რაღაც სხვა ინდექსები არის რომელიც იგივენაირად მარტივია მაგრამ მე მაინც ამერიკის S&P 500-ს ვემხრობი და მან დროდებ ანუ თემა რა არის რომ ერთი ჩვევა და მეორე განგრძობითი ყურება, ანუ კუმულატიური ეფექტის ლოდინი რა და ანუ არ დავიღლები მართლა მაგალითით $5 დღეში 20 წელიწადში ხდება $100,000 რა და $5 ყოველ დღე ხარჯიდან ამოგდება უმარტივესი არის თავსახად აი უმარტივესია იმიტომ რომ რო დააკვირდე უბრალოდ ერთი დღე რო დააკვირდე რაში ხანდახან ხარჯავ ფულს იპოვი შენ იმ რაღაცა რამდენი გამოდის 12 ლარი თუ 13 ლარი რომელიც შეგიძლია რომ ამო მესმის რომ ბოდიში ვიღაცამ შეიძლება მესმის რომ ზოგს ეგეც არა აქვს გასაგები არის მოდი საშუალო სეგმენტზე ვისაუბროთ დაახლოებით იმაზე იმ ხალხზე ვსაუბრობთ ვისაც შეიძლება მაგისი აქვთ რა თქმა უნდა ხო რა ანუ საბოლოო ჯამში კი ბატონო საოცარ ეფექტს იძლევა ესეთი ადვილი უბრალოდ არასდროს არ ყოფილა საფონდო ბირჟებზე ინვესტირება იმიტომ რომ კარგად მახსოვს რომ ვიზდებოდი და პირველი ხელფასი რო ჩამერიცხა ერთ-ერთი გზა რომ მე ფასიანი ქაღალდი მეყიდა იყო რომ საქართველოს ბანკს ჩემთვის ხელფასის მაგივრად აქციები ეყიდა ან გამეხსნა რაღაც ანგარიში სადღაც იმაში და შემეგროვებინა თანხა მთლიანად რომელიც ყოფნიდა ერთი აქციის ფასდაში და მოკლედ მეგობრებო არ დავიღლები ამის შეხსენებით ვიდეო სახწერაში კაი ამბავი მაქვს თან ვიდეო სახწერაში მოცემული იქნება სპეციალური ბმული რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ჩვენი თანამოაზრის საქართველოს ბანკის მობილ ბანკის საინვესტიციო მოდულში გადასვლას იქ მოკლედ გახსნით ანგარის იქნება აღწერაში დეტალები როგორ და რანაირად იქ გახსნით ანგარის შეიყვანთ ჩვენ პრომოკოდს bubbleheads და მინიმუმ $5 ინვესტირებას თუ გააკეთებთ საქართველოს ბანკი დაგიმატებთ საჩუქრად
კიდე ერთ $5. სხვა შორის პრომოკოდს რაც შეეხება, ხო გვიწერია აღწერაში პრომოკოდი, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად BB5 არის პრომოკოდი. ხო და არა Bubblehead. არა, BB5, ანუ Bubblehead არის Zoom-ერის პრომოკოდი, BB5 არის პრომოკოდი. ანუ აღწერაში იქნება დეტალური გზა როგორ უნდა მოახდინო ეს ამბავი. გახსნით ანგარიშს, თქვენი $5 თუ მოახდეთ ინვესტირება საქართველოს ბანკი ზედ მეორე $5 დაამატებს და კარგი ბიძგი იქნება ზუსტად იმ პატარა ნაბიჯებით ჩვევის გამომუშავების, რომელიც განგრძობითად გზელვადაში საოცარ შედეგებს მოიტანს და ასე შემდეგ. ხან ახლა პოზიტიურადაც ყოველშვაში მე ესე ვცდილობ რა ესე უყურებ. ახლა აქციების ბაზრების დავარდნას აქ როგორც უარყოფითი მხარე, ისე ნეგატიური მხარე რა. თუ გზელვადაში უყურებთ ინვესტირებას, მაშინ გაიაფთ აქციები რეალურად და უფრო მეტი აქცია მოგდის. 100%. ხო, ეგ სულ დამოვიდა. ანუ ხო რა, ამას ლაპარაკობთ, სერიოზული მოთმინება ჭირდება ამაში რეალური სარგებლის ნახვას. იქნება რთული გზა, იმიტომ რომ ეხაც მართლა ნერვები მეშლება რა მობილ ბანკს ხსნი და იქ აღწითლებს რო ხედავ, ბრაზო, ეგ არის, ანუ ის ფასი, რასაც იხდი და ის ნეგატიური მხარე რაც აქ ამ ნაწილს არის ის, რომ დისციპლინას გთხოვს და შენ რაღაც ყოველდღიური შენი ხარჯიდან გემრიელი ყავა იქნება თუ ვავი ლამაზი რაღაცა თემა ის უნდა მოიკლო და ამაზე გადადო და დაივიწყოთ ან 20 წელი ელოდო, ეს ნეგატიური მხარე არის აპოლოს. პლუს დაიწყებს ეს თამაშს და სულ გექნება ცდოდება იმის რომ ვაიმედე და მაგრამ საბოლოო ჯამში კენწეროში გატკბილდების ამბავი არის რა. სასახა და ეხა უცებ და სხვა შორის ეს ვარდნები ალბათ მეხმარება ამ ჩვევის გამყარებაში, იმიტომ რომ აი ეს აქმა რომ იაფად ყიდულობ ეხა მე რაღაცას რისის მჯერა რომ უეჭველი 20 წელიწადში იქნება ამაზე ძვირი, კმაყო დოპამინს მაძლევს რომ იაფად დავითრიე X აქცია რა. კი. მესამე თეზისი რომელსაც შენ შეიხედა, მინდა რომ შევხვდე, ეს არის გარემო აყალიბებს ქცევას, ხართან დააბიო, ანსლეს იცვლის, როგორ არის? ანფერსაო, როგორ არის? კიდე ინგლისურში არის ხო? One bad apple თუ როგორ არის? ერთჭიანი ვაშლი რო სხვა ვაშლსაც აფუჭებს. ეგრე არის ხო? ეგრეა, კი, მოკლედ. მანახე შენ მეგობრები და განახებ ვინ ხარ შენ და ასე შემდეგ. ბევრი გამონათქვამი ტყუილა არ არის. გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენ ჩვევებს და მე მაგალითად ხო რაზე დავაკვირდი და ყველაზე მეტად რა დამეხმარა ვარჯიში რომ დარჩენილიყო ჩვევად რა გარდა იმისა რომ დავიწყე მართლა ერთი აზიდვით და რაღაცა არის ის რომ დარბაზი არის ან სახლთან ახლოს ან სამსახურთან ახლოს რა თუ ორივე ერთად არის ხო საერთოდ საოცარი იმიტომ რომ დილით და საღამოთაც გზაზე არის ანუ ეგ არის გარემოს ნაწილი რა მოკლედ შენ თუ მოახერხებ ისე რომ შენი სასურველი ჩვევა რაც გინდა რომ გამოიმუშაო იმის აღსრულება ლოჯისტიკურად უფრო ადვილს გახთი ალბათობა იმისა რომ ჩვენ ვარ გამომუშავო არის ბევრად უფრო დიდი. მათ შორის წინა დღეს ჩალაგებული ჩანთა დილით რო გაიღვიძებ რომ ეს საწვალებელი არა გაქვს. იგეც კი გეხმარება მაგ ამბავში. მე ეგრე მაქვს, ანუ გამზადებული არის სულ ჩემი ჩანთა. ყველაფერი რაც ჭირდება დარბაზისთვის არის ყოველთვის გამზადებული. მოკიდე ხელი წავიდა. იმ წუთშივე რა. შენ საუბრობდი აიქოსის ამბავზე რა. ზუსტად იგივენაირად თუ არა მეც რა, ანუ მე თუ სამუშაო გარემოში მინდა რომ ყურადღება გავამახვილო ერთ კონკრეტულ რაღაცა ამოცანაზე, რომლის შესრულებაც მინდა, მე თუ არ მოვაცილე გარშემო ყურადღების გამფანტველები, ის მე ყურადღებას გამიფატავს რა. რამდენჯერაც მე ავიღე და ტელეფონი საერთოდ გადავდე შორს, გავთიშე სხვა რაღაცები მაგალითად რო შეხედო რა, მეილების ფანჯრებს თუ გათიშავ და უბრალოდ გახსნი ერთი Word-ის ფაილს, რომელშიც აი მაგალითად პოდკასტის სტრუქტურა დაწერო რა. ფოკუსირდები მაგაზე. ფოკუსირდები მაგაზე რა შესაბამისად იგივენაირად არის ჩვევა შენ თუ გინდა რომ პირობითად ვიძახი დილით გაიღვიძებ თუ არა ტელეფონში არ ჩაიხედო ღამე არ დაიდო ლოგინთან საწოლთან ტელეფონი რა მე ეგრე მიდევს მე ქვედასადუს ვიზიოს და მე მეორე საწოლზე სხვა ოთახში დევს ტელეფონი და რეალურად დილით საერთოდ აღარ ვუყურებ აღარ ვიხედები მაგაში იგივე ძილის წინას თუ არ გინდა რომ ღამე ლოგინში საწოლში სკროლო არ მიიტანო უბრალოდ რა ანუ პირველი მაგითი დაიწყე იმიტომ რომ უფრო რთული არის ესეც ეგ ხრიკი არის რა დაახლოებით ხრიკია სხვა შე შენ ხა ახსენე ერთი სიტყვა რომელიც არ ვიცი აქამდე ვახსენე თუ არა თუ გინდაო თქვი და ეს გინდა არის კრიტიკული მნიშვნელობის მომენტი რა რაზე თქვი თუ გინდა რაღაცაზე თუ გინდა ეს გააკეთო იდენტობის ამბავია მაგიტო ვიძახი უნდა გინდოდეს პირველ რიგში ანუ ეს საერთოდ არ გამოვა ხო და აი მაგიტო მომწოს ეგ ამბავი ნახე გინდოდეს რა მოგანდომებს რა შენი საბოლოო მიზანი რა არის პირობითად უნდა გინდოდეს ეგეთობა მე მანდ კითხვა დასვი რომ ეს მიზანს რომ მიაღწიო რა როგორი ადამიანი უნდა იყო
როგორია ეს ადამიანები როგორ ანუ შენ თუ გინდა რომ იყოს ჯამრთელი ხო ჯამრთელი ადამიანები ვარჯიშობენ და იკვებებიან კარგად და იზინებენ ანუ ძილს არ იფუჭებ ეგ არის ჯამრთელი ადამიანი მერე თუ გინდა რომ შენ იდენტობა იყო ჯამრთელი ოკეი ეხა ეს რა უნდა ვაკეთო და ეს კეთება მერე დააპატარავე პატარა მოქმედებებად რომ ადვილად შესრულებადი გახდეს და გარემო მოაწყო ისე რომ გეხმარებოდეს და არა ხელს გიშლიდეს აი მაგალითად შენ თუ ცხოვრობ საბურთალოზე მუშაობ სიტყვაზე ვიძახი იმაზე რა ქვია ვაკეში და დარბაზი არჩიე აღმაშენებლის გამზირზე ალბათობა იმის რომ შენ ყოველდღე დარბაზში მიხვიდი არის ფაქტურად ნულთან ახლოს იმიტომ რომ აი ამ საცობებში რანაირად უნდა იარო რა ეგეც გარემოს ამბავია რა ზუსტად იგივე იცი რა მე არ მინდა რომ ტელეფონში ვიხედებოდე სულ მაგრამ ტელეფონი სულ გვერდით მიდევს გამორიცხული წარმატებას გისურვ კი იგივე არის ეს ამბავი რა ნახე რაც მანამდე რაზე თქვით რა შენ რო წიგნი გედო სამსახურში და მე რო წიგნი მედო სამსახურში და ერთ წიგნი მედო სახში და ეხა ეს რომ სულთან დამაკ მეხმარება უბრალოდ რა იმიტომ რომ მომინდეს და დრო რო გაჩნდეს წიგნი თუ არა გაქვს რას წაიკითხავ ხო ახლა მე ბახსოვს ჩემი ქცევა სამსახურში მაგ კუთხით ანუ აი რაღაცაზე რაღაცით რო გადავიკვირთებოდი გადავიღლებოდი დასვენების ის იყო რა საშუალება რა რომ მოდი რა ცოტა ხანი მოვწყდები აი ამ კონკრეტულად XY დავალებას იდეას და მოდი რა ეხა ეს ნახევარი საათი მაგალითად ავდგები და ამ წიგნს წავიკითხავ და ასე მაგ წაკითხული მაგალითად პატივცემული ადან გრანტის მეორე წიგნი რა ეხლა კიდევ რუტინა რა აი მე რაც მეხმარება და ზუსტად იგივეს ატომური ჩვევების ლაპარაკობს და მე ნელ-ნელა ზუსტად გადავალთ მეორე წიგნზე რომელიც კარგად შევა რუტინის ამბავი რა ანუ რუტინა რას ნიშნავს რა რომ შენ გამოყო დღეები და თუ კიდე უფრო სიღრმეში შეხვალ და იმ დღეებში კონკრეტული საათების ადგილი როცა მაგას აკეთებ რასაც გინდა რომ აკეთებდე ეგ აღსრულების ალბათობას ზის მაგრა და ეხა ჩვენი მაგალითი რო ავიღოთ რა ანუ ჩვენ ბაბალჰედში გვაქვს ყოველ მეორე ხუთშაბათს 2 საათიანი შეხვედრა რა აპრიორი უკვე ეგ იმიტომ რომ ეგ არის რუტინაში და არის კალენდარში ჩაგდებული იწევს იმას რომ მინდა არ მინდა მაგ შეხვედრისთვის მემზადები რომ ნეტა ეხა ამ შეხვედრაზე რა უნდა გავაკეთოთ რაზე ვილაპარაკოთ რა არის საკითხები რომელიც გასავლელი მაქვს და გინდა არ გინდა ხდება რა კი ბატონო იგივე არის ჩვენი ეპიზოდების ჩაწერა ხო რაღაც არის სტრუქტურირება არის რა ყოველ ორ კვირაში ერთხელ რაღაცა დღეს ხდება ამის დადება მანამდე ამისთვის ამის ჩაწერა რა იგივენაირად აი ეხლა ამ თვას მაქვს მაგის კრიზისი ნუ მართლა სმენდასეს ანგელოზი რო არ მეგოთ რა ყველა კრიზისი მაქვს ხე მაგის და ეხა თელი ჩელი ამოცანა ეხა რას არის რომ დავაბრუნო ჩემი ძველი ჩვევა კალენდრის რა რას ნიშნავს ანუ დაგეგმე მეტნაკლებად კვირა ის რისი მიღწევაც გინდა და კალენდარში აიღე და ჩაწერე შეხვედრებად თვითონ შეხვედრა არის აი ამ 2 საათს აკეთებ ამას ამ 2 საათს აკეთებ ამას როგორც კი მაგას ვაკეთებ საოცრად პროგრესირებს ჩემი აღსრულება და როგორც კი არ ვაკეთებ საშინლად პროკრასტინაციაში ვარდებ ხო და ძალიან საინტერესო ორი რაღაცა მინდა ვთქვა მაგაზე რა ეგ სისტემა მოდი ესე ვთქვათ ჩაკალენდარება ყველაფრის რაც გინდა რომ განმეორებით სახე კონდეს რა რომ ეხა ამოვშვები ეგ მე ნუ ვერ დავნერგეს არ ვიტყვი იმიტომ რომ უცხოელად დიდად არც მიცდია რომ დამენერგა რა მაგრამ აგიტო ვთქვი ვერ დავნერგეს არ ვიტყვი თქო რა არ მიცდია რა მაგრამ ესე რომ ვისმენ და რომ წავიკითხე ნამდვილად გამიშთა ეგ განცდა რომ ხო მართლაც საოცრად ეფექტიანი რაღაცა უნდა იყოს და მე აი კითხვაში წამიღო ფიქრმა რომ ეს რამდენად შემზღუდველია როდესაც მთელი ცხოვრება გაქვს ჩაკალენდარებული რა მთელი ცხოვრება რატო უნდა ქონდეს ჩაკალენდარებული ეგ ახმა საიდან მოიტანა მაცადე მთელი დღე კაი საიდან მოიტანა ეგ ახმა ხო და მაცადე ერთუთი რა მოკლედ იმის თქმა მინდოდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა რომ სინამდვილეში რაც უფრო სტრუქტურირებული გაქვს დღე ანუ რაც უფრო ნაკლებ დროს ხარჯავ ქაოტურ ქმედებაზე რა თქმა უნდა მით უფრო მეტია თავისუფლება 100% ხო და ეგ რო გავიაზე რომ ეს სინამდვილეში შეზღუდვები კი არ არის ეს არის დროის გამოთავისუფლების მეთოდი ზუსტად მაგან დამაფიქრა ზუსტად და დაიწყე მაგის კეთება და მეც ვაი გავიწყოთ მაგან დამაფიქრა რომ ბიჭო რა მაგარი გზაა ჩაკალენდარე რა მიუდექი შენ გასაკეთებელ საქმეს როგორც შეხვედრას რა მეორე რჩევა ნუ გადააბავ ამ შეხვედრებს ერთმანეთს იმიტომ რომ ამოსუნ თქვის დრო დაიტოვე აუცილებლად მესამე აუცილებლად დატოვე კალენდარში ცარიელი ადგილი რომ ქაოსი კონდეს ცოტა
ხო, კარგი. აუცილებლად. ხანდახან ქაოსი. რა თქმა უნდა, ანუ ის ახმა რომ, იმიტომ მე ხშირად რობოტი ხო არა ვარ. არა, პირიქით. საჭირო დონის სტრუქტურა, საჭირო დონის ქაოსი. რომ ზუსტად რო დრო მოიგო მეტი, იმიტომ რომ მაგას გთავაზობ რა, აი ჩემ თავს ლევან. გთავაზობ, იმიტომ რომ გამოცდილი გაქვს და დაუბრუნდი მაგას და მსმენელსაც მაგას გთავაზობ, აბა ცადეთ და დღე დაგეგმე დაასტრუქტურირე, მათ შორის ცარიელი ადგილების დაგეგმე და დატოვე ცარიელ ადგილად და მერე შეადარე რამდენი დრო გქონია თურმე. იმიტომ რომ ფოკუსი არის ჯადოსნური რაღაცა რა. როდესაც ყურადღებას ამახვილებ ერთ კონკრეტულ საკითხზე, მისი შესრულების დრო მცირდება საოცრად. მაგის მტკიცებულებად თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ წაიკითხოთ მასკის ავტობიოგრაფია ან ინტერნეტში მოძებნოთ. ერთადერთი რასაც იძახის ყველა რომ რა არის ის რაც გამოარჩევს ელონ მასკს და ხდის მას ულტრა ეფექტურს, აი რომ მისი აუტანელი უნარი, რომ მარტო ერთ რამეზე იყოს ფოკუსირებული კონკრეტული დრო. და მე ავტომატურად რაღაცნაირად გადაფოკუსირდეს სხვა რამეზე. ის უბრალოდ რობოტია, ის მართლა არაფრისთვის ხისთვის არ იტოვებს დროს გარდა საქმისა, არ გულისხმობ რომ იქ აკეთოთ, მაგრამ ფოკუსი დაკავებულია საქმიკაც. ფოკუსის უნარი რა. მაგიტუარი ხანდახან მაგიტუარი ის ფრაზა გენიალური და ჭეშმარიტებით ახსავსე less is more, არ ვიცი როგორ გავთვალოთ ქართულად, ნაკლები უფრო ბევრია. მინიმალიზმში არის ხო რაღაცა, ანუ ნაკლები რეალურად მეც ნიშნავს რა. ანუ ფოკუსია ეს ნაკლები მეც ნიშნავს, მაგას ნიშნავს. რაც შეიძლება მოიცილე ეს ყურადღების განფანტველები, ჩამოყალიბდი ერთ კონკრეტულ საქმეზე და ის აკეთე რა. ისეა ჩვენს რო ვიტყვი ხა მაინდა-მაინც ჩვენ არ ვიცი რამდენად ფართო საზოგადოებას გულისხმობ, მაგრამ რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ ბავშვობიდან ჩადებული გვაქვს თავში, რომ უნდა გქონდეს კალენდარი საოცრად შევსებული, დაკავებულები ვიყოთ ყველანაირად და აი ეს იმას გვიშვება რა, რომ აი თითქოს ჩვენთვის დრო აღარ რჩება, ჩვენი თავებისთვის დრო აღარ რჩება რა და ბავშვობიდან განსხვავებით დღეს ჩვენ ხელშია რითი დავაკავებთ ჩვენ კალენდარს რა, მათ შორის ისიც ჩვენ ხელშია, რომ თუ კარგად დავაკავებთ ჩვენ კალენდარს, დაგვრჩეს შესაბამისი დრო რეფლექსიისთვის, დაფიქრებისთვის, გააზრებისთვის რაღაცეების, გადააზრებისთვის რაღაცეების და ასე შემდეგ რა. მე მართლა ძალიან ისეთი კარგი რაღაცაა. ცნობიერად კონკრეტული დროის გამოყოფა რაღაცა საკითხისადმი ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის იმისა, რომ ეგ საკითხი გაკეთდება. წავედი. ეხა ეს ზედმეტი რამნიშნელოვანი, ეხა რაც რეალურად ხერას გადავედით სტრუქტურირებაზე რა და ქაოსის დალაგებაზე რა, რომ უკეთესად გამოიშვათ ჩვევები და ქაოსზე და სტრუქტურაზე ერთი კაცი რო ლაპარაკობს, მაგდეს ალბათ სხვა მეტი არავინ დედამიწის ზურგზე არ ლაპარაკობს. ამ წიგნმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ეს არის ჯორდან პიტერსონის ცხოვრების 12 წესი. ამ წიგნის მთელი ფაბულა არის იმაში, რომ დავიცვათ ბალანსი ქაოსსა და წესრიგს შორის რა. ცოტა პიტერსონი უფრო გადახრილი არის წესრიგისკენ. თუმცა არ მინდა არ თქვა ის, რომ ინიანის სიმბოლოა ხო ეს ამბავი რა და აი ზახის რო რეალური ბალანსი არის იქ სიარულში, იმიტომ რომ შენ თუ სულ ყველაფერი წესრიგში და სტრუქტურაში გაქვს და საზღვრებს არ ცდები, მაშინ ვერ იზრდები და ახალს ვერაფერს ვერ სწავლობ, იმიტომ რომ ახალი ყველა ვარიანტში ქაოსი არის, მაგრამ შენ თუ ახალში რო შეხვალ მისი დასტრუქტურიზება არ დაიწყე, ქაოსი აუცილებლად ჩაკლაპავს რა. და ზუსტად იქ არის საოცარი წიგნი და თავარი იდეა საბოლოო ჯამში არის პასუხილობის აღება და მაგ შენი ქაოსის გადაქცევა სტრუქტურირებულ ცხოვრებად. ანუ ჩვენი ქაოტური ცხოვრებაზე პასუხილობის აღება და რაღაცნაირად მოყვანა წესრიგში. შეიძლება ცოტა ესეთი გადამღერება იყოს ამ ყველაფერს, მე ყოველ შემთხვევაში ეგრე დავალაგე ჩემ ტვინში რა. 12 წესი არის სტრუქტურის შესახებ წიგნი, მაგრამ იდეაში, მაგრამ კი არა, ამასთანავე რას ამბობს 12 წესი ჩემთვის რა. ამბობს ეს კაცი, რომ ცხოვრება ძალიან ქაოტურია, თავისთავად. ტკივნეულია, იმედგაცრუებებით სავსეა და ერთ-ერთი გზა ამას გაუძლო არის, რომ შენ თვითონ შექმნა საკუთარი საზრისი. ანუ შენ თვითონ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც გინდა რომ აიღო რა. მაგას გვეუბნება და მოაყოლებს კიდე 12 წელს, რომელიც სინამდვილეში არის ბევრად მეტი და
ჯერ ყველა წესი არ გამოუქვეყნებია, მაგრამ მინიმუმ 2x12 ანუ 24 დაწერა, პლუს კიდე დარჩა როგორც მე ვხვდები, მაგრამ არ ვიცი რამდენი დაწერს. ამ წესებით გეხმარება იდეაში სტრუქტურა მიცე შენ ცხოვრებას და არჩიო რას ემსახურები პრინციპში. და ქაოსი გადააქციო წესრიგად რა რაღაც დონეზე რა. და არ ვიცი მე ანუ იგივე მეწარმეობაში და ახსრულებაში პირველი და სულ ძალიან თავის დროზე მომხვდა ეგ ამბავი და ეხაც სულ მაგას ვაკვირდები რა რომ სალამ სამყაროს მოწესრიგებას და დაალაგებას დაიწყებ. ჯერ საკუთარი სახლი მოიყვანე სულ წესრიგში. კი ბატონო. საწოლი გაასწორეს ამბავი არის რა და სახლი დაალაგე და ძალიან კორელაციაში არის. ჩემი პირადი და კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ წესრიგი და რაღაცა დაალაგება არ არის რაღაცა სტერეოტიპული რა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ შენ პასუხისმგებლობა გაქვს აღებული იმაზე, რაც ხდება რა. შენ თუ გაქვს სახლი არეულდარეული, არაფერი თავის ადგილზე არ არის, რაღაცეები არ მუშაობს და არანაირი სტრუქტურა და სისტემა არ არის იმის, რომ რაღაცები რაც არ მუშაობს, ის გაკეთდეს, არ მჯერა, რომ შენ შეგიძლია ბიზნესი აწყო. კრიტიკულად მნიშვნელობა. არ ვიცი შეიძლება. არ მჯერა თქოს, მაგრამ არა, მეც მაგიტო ვერც დაგეთახმე, ვერც ვარყავ. ანუ თუ არის ეგეთი, კი ბატონო, ვივიღებ, ვისწავლი, უბრალოდ იმიტომ მგონია, რომ იგეც იდენტობის და ჩვევის ამბავი არის, ანუ როდესაც რაღაცას სჭირდება ყურადღების დათმობა და წყობრში მოყვანა, მე არ ვიძახი რაღაცები არ გაფუჭდება. აქ არის იმაზე, რომ შენ თუ არ ახარ და შენ თუ იდენტობა არ არის ის, რომელიც რაღაცა თუ გაფუჭდება, იმას აკეთებ და უბრალოდ ხალიჩის ქვეშ მტვერივით არ შეყრი, ბოლოს ჩამოიშლება რა, ანუ ფუნდამენტი არ იქნება, სტრუქტურა არ იქნება, ანუ და რაც უფრო იზრდება თან ამოცანა, მით უფრო კრიტიკული ხდება სტრუქტურა რა და შენ თუ ამხელა, შენ თუ ორ კაციან ჯგუფში არა გაქვს დაალაგებული სტრუქტურა თუ როგორ მუშაობთ, 200 კაცი რო დაგემატება, გაიზრდება უბრალოდ ეგ პრობლემა რა და მერე უფრო რთული გახდება მაგის მოგვარება და ზუსტად ეგ არა იდენტობის ჩვევის სტრუქტურის ამბავი მაგაში ერთად შემოდის რა. ამ წიგზე ბევრი გვაქვს იდეაში ნასაუბრები სხვადასხვა წილში და სხვადასხვა კუთხით, ახლა 2 ეპიზოდია მარტო ამ წიგზე რა და ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ჩემთვის საბოჯამში ეხა იქამდე მივდივარ, რომ ეს წიგნი არის პასუხისმგებლობაზე და საზრისზე რა. კი, ეგრეა პასუხისმგებლობაზე საზრისზე და როგორ რაღაცას ვიტყოდი, იცი რომ ზუსტად იგივე დამხმარე წესები არის იმისთვის, რომ შენ პასუხისმგებლობის აღებაში დაგეხმაროს და ის ამ რთულ, ქაოსურ და ხშირად ტანჯვით სავსე გზაზე გაგატანინოს თავი რა და რაღაცნაირი პრინციპები ჩამოგაყალიბებინოს რა. ხო, აი მაგაზე არ ვიცი, მინდა რომ გავაზიარო რა, ეხლა ამ სტრუქტურას მე მგონია ტვინში ყველა ადამიანი ეძებს რა, ზოგი რაში პოულობს, ზოგი რაში პოულობს, ხო? ახლა მე ბოლო წლებში ესეთი სტრუქტურა ჩამომიყალიბდა ტვინში რა. მე ჰიპოთეზა მაქვს, ესე ვიტყვი, რომ არ იყოს ძალიან ესეთი აქსიომატური განაცხადი, რომ ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი ალბათობა რა. და მაგის მიხედვით ვოპერირებ და მაგის მიხედვით საქმიანობ რა. ყველაფერი მოსულა, ან მოსულაში ვგულისხმობ, რომ შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ზოგს რამხელა ალბათობა, ზოგს რამხელა ალბათობა. და ეს წესები რა, თუნდაც პიტერსონის წესები, თუნდაც სხვა წესები, ჯეიმს კლერის რჩევები და თუნდაც ნებისმიერი რა, ესენი იდეაში გეხმარება, რომ მეხმარება უბრალოდ მე რომ აი ამ მოცემულობაში რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვიმოქმედო და რეალურად შენი ქმედებები რა შვება, მე რის იმჯერა რა, რომ ამ ალბათობებს ან ამცირებ, ან ზრდი რა, მეც არაფერს არ შვებ პრინციპში. ვერასოდეს ვერ გაანოლებ და ვერასოდეს ვერ გააერთებ, მოდი ეს გაერთება კიდე შეიძლება. გაანოლებ ნაკლებად სავარაუდოა, ანუ ალბათობა რომ გაანოლო, ან გააერთო, ანუ 100%-იანო. თუმცა ამას იმიტომ რომ მარტო არ ხარ რა, საზოგადოებაში ცხოვრობ და შეიძლება რაღაც მოვლენაზე მარტო შენ არ გაქვს გავლენა და უამრავ სხვა რაღაცას აქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენი წვლილი შეგაქვს, შენ პასუხისმგებლობას იღებ
იმაზე, რომ აი ამ შედეგს მივიღებ რა. ეხლა მე ვფიქრობდი ამ თემაზე, ძალიან ისეთი უცნაური მაგალითი მომივიდა თავში და აწი გავაზიარებ, რადგან მომივიდა რა. ეგეთი წესია, რომელიც მე ძალიან მიყვარს და თითქოს ისეთი ერთ-ერთი რიგითი წესია. მოусმინე სხვას ისე, რომ იმანისის რაღაცა, რაც შენ არ იცი რა. ეხლა ჩემთვის ეს წესი ერთის ხრივ ჟღერს ძალიან ისე ინტელექტუალურ წესად რა, მაგრამ მეორე ხრივ ძალიან ემოციური წესია რა. ეხლა გეტყვი რას გულისხმობ რა. შენ თუ ჩვევაში გაიჯენ იმას, რომ მოусმინო ადამიანს ისე, რომ იმა რაღაცა იცის ან შენ არ იცი, ანუ მოусმინო გულისხმობით, ამით იღებ ორ შედეგს. პირველი ამყარებ კავშირს ადამიანთან, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უყვარს რომ უსმენელ ყურადღებით რა. ეგეთი ადამიანი არ დაბადებულა. და მეორე, გაქვს ალბათობა იმისი, რომ მართლა რაღაცა გაიგო უკეთესი რა. ანუ ყველა ვარიანტში გაუმჯობესებაა და ყველა ვარიანტში აი ამ ცხოვრებისეულ ქაოსში რაღაცა მყარი და ხელმოსაკიდია, კავშირი ადამიანთან, მეგობარი, კონექშენი რა, არ ვიცი როგორ. კავშირია? ხო, ვიცი, მაგრამ ნუ აი ხო მოკლედ ამ შობა. მოკლედ აი ეგ მაგან დამაფიქრა, აი როდესაც ამჯერზე ვფიქრობდი ამ წიგნზე რა. ეხლა მე უცებ გამიჩნდა ეგ აზრი, იმიტომ რომ ეთყობა შეიძლება ამ პოდკასტს უსმენდი, რომ უყვებოდი მანამდე იმან შემოიტანა ეგ ამბავი. ნახე რა თემა წამოვიდა, მოусმინე სხვას ისე თითქოს მან რაღაცა ის იცის, რაც შენ არ იცი. 100% ეგრე არის, რომ მან რაღაცა იცის, რაც შენ არ იცი, როგორც მინიმუმ იცი რა. მის ცხოვრებაში რა ხდება და მისი რა კონტექსტი არის, ეგ შენ არ იცი. მისი გამოცდილება შენ არ იცი. ხო და ეგ არის საწინდარი იმისა, რომ გარდა იმისა, რომ კავშირი დაამყარო და ემოციური სისავსე მოვიდეს, რეალურად გუნდის შეკრაში და გუნდის ეფექტურობის გაზრდაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს კონდეს იმის შეგრძნება, რომ შენ მათი გესმის. და შენ თუ მათ კონტექსტს გაიგებ, ბევრ რამეს გაიგებ, ისინი ესე რატომ მოიქცენ თუ ასე რატომ მოიქცენ და ალბათობა იმისა, რომ ისე დაიწყო მოქცევა, როგორც შენ გინდა და შენ მიზნებს ჭირდება, რომ შენი გუნდი იქცეოდეს, მანდაც ალბათობა უბრალოდ იზრდება რა. ანუ რო იძახია, რომ ყველაზე მაგარი გამყიდველები, ასე ვთქვათ, ანუ სეილები, ყველაზე მაგარი ლიდერები, ყველაზე მაგარი წინამძღოლები, რომლებიც შეუულიათ, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები კონკრეტულ თავის ხედვისკენ წაიყვანოს, ყველა სუიძახის, რომ ეს არის გადავარდი კიდე მოსმენის საოცარი უნარი რა. და ის ჰორმოზის რილის შემხვდას კიდე და გოგეშვილიც მაგას ისახის, გიორგი გაყიდვების ექსპერტი ვინც არის, რომ მოკლედ ყველაზე იდეალური სეილსმენია, ანუ იდეალური გაყიდვების აგენტი ხმას არ იღებს, მარტო უსმენს და სვამს კითხვებსო რა. და გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში იღებს ისევ ისიც ვყიდულობს და მას გონია, რომ ეს მისი იდეა იყო, რომ გადაწყვეტილება მიიღო და ყველაზე ეფექტური გაყიდვა ეგ არის. ეხლა ეს რომ ცოტა манипуляციურად შეიძლება ვიღაცას ჟღერდეს, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში თუ შენ არაკეთილსინდისიერად აკეთებ მაგ ყველაფერს რა. ეგ უნდა მეთქვა რა, მან სულ რაღაც ვიჯაგრები ხოლმე სიტყვა манипуляციაზე, იმიტომ რომ ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში მოვიხმართ რა და მე შეიძლება მე მესმის არასწორად, მაგრამ манипуляცია არის კონკრეტული ქმედება და ნეგატიურია თუ პოზიტიური განსაზღვრავს შენ რა განზრახვით манипуლირებ რა. ზუსტად, მაგიტო манипуляციას აქ ნეგატიური, რა ქვია, ნეგატიური ირაღლიყი აქვს კონტექსტში და მაგიტო დავაზუსტე რა, თორემ манипуляცია თავისი არსით სიტყვა ნეგატიური არ არის, манипуляცია არის ვიღაცამ გააკეთოს ის, რაც შენ გინდა რომ გააკეთოს რა და თუ შენ გინდა მან რომ გააკეთოს ის, რაც მისთვის არის ძალიან კარგი, მაშინ მოდი იქნებ ჩამიტარო манипуляცია, რა თუნდა მაგას ლაპარაკი რა, მაგრამ ეგ არის კონტექსტია, თუ შენ განზრახვა გააქვს არაკეთილსინდისიერი და მისთვის ცუდი, მაშინ манипуляცია ცუდია თუ განზრახვა. ცუდი манипуляცია ხო, არა, манипуляცია კიდე რა შეიძლება, რომ თავისუფალ ნებას ხომ არ აკარგინებ ადამიანს, როდესაც манипуლირებ მისით რა. აბსოლუტურად ეგრე მაგრამ მოდი სხვანაირად შეხედე, манипуляცია ცუდი გაგებით არის თუ ნასვამ ადამიანს დაამანიპულირებ იმაში, რომ არ დაждდეს მანქანაზე? ხო, მე მოყვები. ხო, მაგას გულისხმობ რა, манипуляცია ხელოვნებაა და არწმუნო ადამიანი და ეხლა შენ კარგში არწმუნებ თუ ცუდში, ეგ მეორე ისტორიაა. ამიტომ მოსმენა არის ძალიან მაგარი და ეხლა მაგას დავფიქრდი რა, ანუ რამ დენად
საერთოდ სხვანაირად აფასებ ადამიანის ქცევა, როდესაც გაიგებ მის კონტექსტს, რომ რატომ მოდის და როგორ ხდება და საიდან ხდება ეს ყველაფერი რა. ეხა საერთოდ სხვაგან გადავხდები და საერთოდ არ ეხება ამ ყველაფერს თითქოს, მაგრამ აქ შენათქვამს ეხება რა. რა ქვია კაცო, მორგან ჰაუზელი წერს ეგეთ რაღაცას რა. ადამიანები სიგიჟეებს აკეთებენ თავიანთი ფულით, მაგრამ გიჟი არავინ არ არის. ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ კონტექსტი არ ვიცით, რა კონტექსტში გააკეთა ის რაც გააკეთა რა. კონტექსტი ყველაფერს ცვლის რა, კონტექსტი არის საოცარი რამე. ხო. და მოსმენა არის ერთ-ერთი გზა, გულისყურით მოსმენა არის ერთ-ერთი გზა, რომ ჩვენ ადამიანებმა გაგვინდონ თავიანთი კონტექსტი, გვითხრან და შესაბამისად გავიგოთ მათი და გავუგოთ მათ. რისიც რამე ხო არ გაქვს კიდე ამაზე. მაგიტო ვთქვი რომ პრინციპში იმდენი გვაქვს არა, ნასაუბრები ერთი რაც მინდა და თან ლოგიკურად გადავალთ მე მესამე წიგზეც არის ის, რომ ზედმეტი წესრიგიც არ ვარგა რა. და როგორც ამ შესავალში ვთქვი, ამ ნაწილის შესავალში განმეორდები ისევ რომ ზრდა არ ხდება, როდესაც ყველაფერი მოწესრიგებული არის რა. ზრდა ხდება, როდესაც უცნობ ადგილას შევდივართ, ქაოსში შევდივართ. და იქ ბალანსი ალბათ რომ ჩვენ ყოველთვის ზღვარზე ვიყოთ. შენ ვითქვი ის ეფექტი იყო, ვიღაც ეს ეფექტია. გოლდილოქსის. გოლდი ხო. ის იქ ბალანსის დაჭერა რომ ჩვენ ყოველთვის ამ ზღვარზე მივაბიჯებდეთ, სადაც შეგვწევს უნარი რომ სტრუქტურა შევინარჩუნოთ და არ ჩამოვიშალოთ და ამავე დროს გადავიდეთ უცნობში და ახალი რაღაცეები შემოვიტანოთ და ცოტა ავრიოთ კიდევაც არსებული სისტემა. ბოდი არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ რატომღაც მეცნობა ეს ფრაზა და მე მგონი ვიღაცის ნათქვამია, ჩემი რო არ არის ზუსტად ვიცი. მართვადი ქაოსი ქვია მაგას რა, ანუ წესრიგი იმაში რომ მართავ, მაგრამ აძლევს საშუალებას რომ იყოს ქაოტური რაღაცა მოვლენა რა, იმიტომ რომ ამ ქაოსშია როგორც შენ თქვი, დიდი ალბათობა რომ რაღაცა ისეთი აღმოაჩინო, რაც აქამდე არ იცოდი რა. ნუ განმარტებიდან გამომდინარე რომ შეხედო რომ ის რაც ახალია და არ იცი. აპრიორი ქაოტური რაღაცა. აპრიორი ქაოტურია, იმიტომ რომ ახალია და არ იცი და უნდა გაერკვე რა, მაგრამ შენ თუ ვერასდროს ვერ გაერკვე მაგაში და ხელი ვერ მოკიდე, ვერასდროს ვერ მოაწესრიგებ და ვერ შეისხორცებ როგორც ცოდნას რა, მაგრამ როგორც კი იცი და რაღაცა სტრუქტურა გაქვს მიცემული, მანდ უკვე всё ეგ არის რა. აი როგორ რაღაცას რო შევხედოთ რა. დრას. აი ნახე კომპანიაში რო გააკეთებ რაღაცა პროცედურას დაწერ. ხო. და აი ამას ვაკეთებთ ესე. იზრდება რა კომპანია. დროც იცვლება რა, რაღაცა ახლები ხდება. შენ თუ ამ სტრუქტურის გადააზრების და გადახალისების და ამ პროცესის გადახალისების ჩვევა არა გაქვს, ასე ვთქვათ, და პროცესი არა გაქვს რა. შენ შეიძლება ჩამორჩე უბრალოდ და იმდენად ხისტი გახდე, რომ რაღაცეებში დააგვიანო რა. დიდი ალბათობით გარანტირებულად ეგრე მოხდება. ზუსტად ამიტომ ამ გადასარევ კრებულში მესამე წიგნად შევიტანეთ ადამ გრანტის კიდევ დაფიქრდი. ეს არის საკუთარი შეხედულებების განახლების ზალა. ძალიან მომწონს, არ ვიცი საიდან მოვიტანე, მაგრამ ძალიან მომწონს ესეთი დახასიათება მენტალური ჰიგიენის წიგნია. ძალიან მაგრად მუშაობს, კი არა, ძალიან მაგარი თემაა რა ეგ რა. აი, არ ვიცი, საჭიროება ყოველდღიური გადააზრების sakutari ქმედებების არის აუცილებელი წინაპირობა იმისი, რომ როგორ თქვა, აუცილებელი წინაპირობა ზრდის თუნდაც რა. და აი მაგ წიგშივია და ისეთი თამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ რა ვიცი. ეგეთი ეპიზოდია რა. თვითონ ეს გრანტი სადღაც რომელიღაცა კონფერენციაზე გამოდის სიტყვით და თავისი კვლევის შედეგებს სხვა შორის იმ წიგნის კვლევის შედეგებს, რომელიც დაწერა Give and Take ქვია წიგნს, ხო? მაგ წიგნი, ანუ ეგ წიგნი რა კვლევაზე დაყნობით დაწერა, იმ შედეგებს აქვეყნებს და თურმე აუდიტორიაში ზის დენიელ კანემანი. ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ჩხარა იფიქრე ნელას ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორი. და იმის შემდეგ პრეზენტაციის შემდეგ ლანჩზე გავედით ერთად მე და დენიელიო რა, ეს ოფერები დენის ეძახის. ხო და გავედით ლანჩზეო რა და ეს დენიელი ამბობს მეუნებაო რომ
აუ რა მაგარი შედეგებიაო, ყველაფერიო, რასაც მე ვფიქრობდიო ამ საკითხეო, არასწორი ყოფილაო რა. და მაგრა დავიბენიო რა და რატო გიხარიაო რა, ან გულით უხაროდაო. რატო გიხარია რომ არასწორი იყო? ბიჭო, იმიტომ რომ ესე იგი ეხა ნაკლებად არასწორი ვარო რა და აი ისეთი მაგარი ტვინწყობაა რა, რომ გიხაროდეს რომ ნაკლებად ცდები აწი. აი ეგ არის გენიოსი კაცი იყო ეგ და ნახდათ და თვითონ ადამ გრანტი ხშირად იძახის რა, რომ მეცნიერული მიდგომა ქვია მაგას რა, ანუ მიდგომა იმისა, რომ შენ აბსოლუტურად ყველა შენ ჰიპოთეზას ექსპერიმენტს ატარებ იმისთვის, რომ დაამტკიცო ცდარია თუ არა რა და ანუ რაღაცა რომ დაამტკიცო რომ მუშაობს, ვერ უნდა იპოვო გზა, რომელთაც დაამტკიცებ რომ არ მუშაობს, რა რაღაცა საწინააღმდეგოს უნდა ეძებდე ასე ვთქვა, რა, ანუ საბოლოო ჯამში და უნდა გიხაროდეს რომ ცდებოდი. როცა იპოვი კი, იმიტომ რომ ეს ნაკლები ვარიანტი გაქვს რომ მომავალში რაღაცა ახალი ყველა ვარიანტში ზუსტად ეგ არის და ახე ამ ეპიზოდის ასის თქვით, ხო, ანუ განსაკუთრებით წარმატებულია როცა მივახცევთ და განსაკუთრებით როცა რაღაცა პატარა თუნდაც დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ, ყეყეჩდებით რა ადამიანები, ხო ეს ჩვენი ეგო კმაყოფილდება ამითი და ყოვლისმცოდნეებად შევრაცხავ საკუთარ თავს და გონია რომ ვიცი და წინაზე LinkedIn-ზე დავწერე პოსტი რა, რომ აი სუსტად ხა ამ თემაში ხო ანუ რამდენჯერ დამიჭერია თავი და კარგია რომ ეს გადააზრების მომენტს ნელ-ნელა ჩვენს ჩვევაში ვიღებთ რა, რომ კი შეიძლება რაღაცა წარმატებას მიაღწიე, მაგრამ შენ თუ მზად არ ახარო გადაიაზრო რაღაცას მანამდე იძახთ, იმიტომ რომ შეიძლება ის მაშინ მართებული მოსაზრება იყო იმ კონტექსტში. შეიძლება ამ კონტექსტში აღარ იმუშაოს ამ ყველაფერმა რა და შენ მზად უნდა იყო რომ ეგ გადაიაზრო. მეორე წინა ეპიზოდზეც თორნიკე რო ყავდა, თქვა რომ ალბათ ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დამახასიათებელი თვისება, რომელიც მის წარმატებას განსაზღვრავს, არის ის, რომ მას შეეძლოს და გარშემო ყავდეს ხალხი, რომელიც მას გააკრიტიკებს და მას ამ კრიტიკის მიღება შეეძლოს და რეალურად რომ შეხედო, შენ თუ უკუკავშირს ეჯიუტები, ხო? შენ იგივე ლოგიკით შეიძლება მე ეჯიუტო ფინანსურ მაჩვენებლებში შედეგებსაც რა. უკუკავშირს ეჯიუტები ნიშნავს, რომ რაღაც ახალ ცოდნას ეჯიუტები. ზუსტად და ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის ის, რომ ჩვენ ვიყოთ ღიები უკუკავშირისთვის და უკუკავშირი კი აპრიორი ნიშნავს როგორც კარგს ისე ცუდს და ცუდია უკუკავშირი კი აპრიორი ნიშნავს იმას რომ რაღაცას შენ რასაც თვლიდი რომ სწორი იყო არასწორი არის და ან არ მუშავა ან ყოველ შემთხვევაში ესე იგი შედეგი მოგცა რომელიც არ არის სასურველი და ამიტომ მზაობა იმისა რომ იქნება და ვცდები და აბა მოდი ეხა მე პროაქტიულად დავიწყებ ისეთი აზრის მოსმენას რომელიც საპირისპიროს მეუნება და დავსვავ კითხვებს რა არის იმას იმტკიცებულება რომ მე ვცდები თუ შენ ვერ გაპოვნინებს ყოველ შემთხვევაში იმტკიცებულებს რომ ვცდები მაშინ რა მაგარია ესე იგი უეჭველი არ ვცდები და თუ იპოვი რა მაგარია იმიტომ რომ დრო და ენერგია დავზოგე შეცდომა არ დაუშვი რა ყველა ვარიანტში შენი ცოდნის მოცულობა გაიზარდა და ეხლა იცი რა გამახსენდა? 0-დან 1-მდე გამახსენდა რა. მე დალიოს პრინციპები გამახსენდა. არა, 0-დან 1-მდე დალიოს პრინციპები. არა, 0-დან 1-მდე კი არა, ისა. რა ქვია? Lean startup-ი, არ ვიცი, ქართულად მოქნილი startup. ხო, მანდაც ეგ მოკლედ აწვება მაგ თემას ავტორი. და პოპულარული წიგნი არის სტარტაპერებში რა, რომ მოკლედ რაც შეიძლება მალე გამოუშვი პროდუქტი, ეგრეთ წოდებული MVP, ანუ მინიმალურად ხელშესახები პროდუქტი და გაუშვი რეალურ სამყაროში, რომ მიიღო რაც შეიძლება მალე უკავშირი, ანუ ფაქტობრივად მეცნიერული ექსპერიმენტი ჩაატარო, რომ რამდენად იმუშავა, არ მიუშავა, კონდეს კონკრეტული საზომები, როგორც მეცნიერებს, რომ რას ნიშნავს იმუშავა და არ იმუშავა და მე მაგ უკავშირი დაბრუნდი და მე დაიწყე დამატებითი ფუნქციების და შემდეგ რაღაცების დამატება და არა თავიდანვე არ იჩალიჩო, რომ ბოლომდე რაღაცა ის იყოს და რაღაცა ეგეთი მაგვარია რა მეცნიერული მიდგომა არის ეგეს მოკლედ ის რასაც ადამ გრანტი იძახის და ხო ადამ გრანტი თავიდან ბოლომდე მეცნიერულ მიდგომას გვთავაზობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ესე შევხედოთ რა ხო და თან ძალიან კაი ისტორიები არის რომელიც მას მოკლედ კარგად წაიღო მომეწონა რა და თან ჩემი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მომენტი ანუ უფრო მეტად ჩემთვის ჩვევების რუტინის და სტრუქტურის შემუშავება ბევრად უფრო ახლოს არის ვიდრე აზრის გადააზრება და ამიტომ რაღაცნაირად ხო და მე მგონი აი შენი განწყობის მქონე ადამიანებისთვის ნუ ახლა ეს ნახევრად ხუმრობით მაგრამ ესეთი ძალიან ისეთი სახალისო
კვლევის შედეგები მოყავს გრანტს რა. მოკლედ მაღებული არის ახრა საინტერესოა მის გადათარგმნა. მრავლობითი პასუხის ტესტი, multiple choice ტესტი როგორ უნდა გადავთარგმნო? არ ვიცი. მოკლედ უნდა არჩიო რამოდენიმე სავარაუდო ვარიანტი და. და მოკლედ კვლევაა ჩატარებული საკმაოდ ნორმალური მასშტაბის, რომ ესე იგი უმრავლესობა მათგანმა ვინც შეცვალა პირველად მონიშნული პასუხი აღმოჩნდა მართალი. ანუ გააუმჯობესა თავის შედეგი. დაფიქრდით ხალხო, იქნებ შეცდით, აი ძალიან ისეთი კვლევის შედეგი. თან რა, იცი რა არის კიდე რა მომხდა რა. და რის იმსხვერპლი ვარ ხშირად რა. აი რაღაცას ვკიცებით იძახი რა და უცებ კითხვა, საიდან იცი ეგ? მაგარი. ანუ კითხვა, საიდან იცი და ან მოსმენილი გაქვს, ან გაგონილი გაქვს, ან უბრალოდ საიდანღაც შენ თვითონ დაასკვენი ეგა რა. ჩემი საყვარელი ამ შემთხვევაში ნახევრად ბრჭყალებში, მაგრამ ჩემი ხშირად გამოყენებადი ფრაზა ეგეთი განცდა მაქვს. რა ჩემი ფეხის განცდა გაქვს? ან იცი ან არ იცი, ან საიდან იცი? განცდა მაქვს რა უბედურებაა კაც. ხო. ეს არის სამუშაო საკითხია ჩემთვის. კი, იმიტომ რომ აი რაღაცას თან ყველაზე კარგი ტრიგერი არის რაღაცას რომ ამტკიცებ გაკაფული, უცებ ცნობიერად რომ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა რომ კი, მაგრამ ეს ეხა მე რასაც ვამტკიცებ, საიდან ვიცი? საიდან მოვიტანე? არა, ჩათვალე რომ იცი. არა, არ თქვა რომ არ იცი. რომ არ მოგხვდეს ეგოში. კი, ვიცი, მაგრამ აბა ერთი გავიხსენო საიდან ვიცი რა. შეიძლება აღმოჩნდეს რომ უბრალოდ არ იცი წყარო ამ ყველაფრის რა. ან იცი რომ Instagram-ზე ნახე რილი. რილი ნახე კი, Instagram-ზე. მაგრამ იქნება და კარგია ეგა. Instagram-ზე ნახე რილი ვისი. ეხა ვისი რილი ნახო, მაგას გეუნები. კი, მაგრამ იქნება და სახიობი გელაპარაკებოდა იმაზე რა ქვია, ასე რომ თქვენ თუ რამეზე იტყვი რომ იცით და მე გაგახსენდებათ რომ ჩვენგან მოისმინეთ, მაინც გადაამოწმეთ ეგ საკითხი ჩვენ საიდან. ნამდვილად. ხო და ესეც ესე რა, არ ვიცი. ხო არა, კიდე რამეს ხო არ მოყვებოდი აზრის გადაგება. შენ უფრო ისეთი ხარ. აზრის გადაფასებაში უფრო ღია ხარ ვიდრე მე და. აზრის გადაფასებაზე მოყვებოდი თუ არა რა, მე ეს მაგას მეკითხები? ანუ ხო რა, მე აზრის გადაფასებაზე არაფერს მეც აღარ მოყვებოდი, იმიტომ რომ მეც რა, უბრალოდ ეგ არის და ეგ რა, ანუ ძალიან ხო, არა მე ცოტა სხვა რამის მოყოლა მიდოდა და მოყევი შენ რომ თუ გაქვს ისეთი თემა. ის რა, ანუ ორგანიზაციაში რო აიღო რა, ეხლა და კულტურად როგორ ჩამოვიდეს, ეგ რო ადამიანებს შეეძლოს, შენი კრიტიკა, მე ერთმანეთის კრიტიკა, ოღონდ რა თქმა უნდა კონსტრუქციული და არ ეშინოდეთ იმისი, რომ რაღაცა საწინააღმდეგო თქვენ, რომ ბევრი ისტორია არის ამ წიგნში საინტერესო, როდესაც ძალიან ცუდი შედეგები დასრულდა, როდესაც გუნდში ადამიანებმა არ გადაიაზრეს ან რო გამოთქვეს რაღაცა აზრი უცებ იმას ხნეს ჩაახშეს ეგ აზრი რა და ალბათ ეს რაღაცა ყბადაღებული თემა უსაფრთხო გარემო რომელიც ასევე წინა ეპიზოდში კარგად არის ნახსენები რომ უსაფრთხო გარემო არნიშნავს ანგარიშვალდებულების დაკარგვას რა მაგრამ რაღაც დონეზე მოკლედ კულტურაში ჩვენ უნდა გქონდეს გამომუშავებული ის რომ ყველას ეთქმოდეს და ასე ვთქვათ ავტორიტეტის გაქილიკება და გაკრიტიკება და თქმა რომ რაღაც არასწორი გადაწყვეტილებას ვიღებთ არ იყოს ეგ თქმა არ იყოს დასჯადი მოკლედ რა ანუ მნიშვნელოვანი არის რომ მაგის გამო ადამიანები არ გრძნობდნენ საფრთხეს რომ ისინი დაისჯებიან რაც მიმართ დასჯა მეორე არის ანუ მე მაგას დაცინვა რაღაცა მე მაგაზრის ვარ ზოგადად რა ის რომ ვამბობ ხოლმე რომ მოკლედ ესე ჩამოუყალიბებ რა ერთი არის წესის დარღვევა ეგ ერთი რაღაცაა და მეორე არის ამ დარღვევაზე რეაქცია რა აი აქ არის დასაჭერი ის არ ვიცი ოქროს ბალანსი თუ რაც გინდა დაარქვი რა ეხლა ამას თვითონ რა კვლევაც აქვს მოყვანილი ეხლა გამახსენდა ეგ თემა რო წამოწია ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა და გეტყვი მე რატომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა იმიტომ რომ არ აქვს კვლევა ბიზნეს გარემოზე მოყვანილი კვლევა აქვს მოყვანილი თუ სწორედ მახსოვს მე მგონი ჩიკაგოს ჰოსპიტალზე აქვს კვლევა მოყვანილი, ანუ სამედიცინო შეცდომებზე აქვს კვლევა მოყვანილი, როდესაც ექიმები ექიმებს არ ეწინააღმდეგებენ, ან უმცროსი ექიმები უფროს ეგ ერთი და მეორე როდესაც აღიარებენ თავიანთ შეცდომას, ან არ აღიარებენ, მალავენ ხო, აღარ მახსოვს ეგ რომ კი, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, ანუ აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, გაყიდვებში შეცდომაზე, აქ ვლაპარაკობთ სამედიცინო შეცდომებზე. შენ იმაზე საუბრობ, რომ როდესაც ეს კულტურა შეიქმნა ორგანიზაციაში, სადაც
ოკეი გახთა შეცდომების აღიარება და აზრის გადააზრება სტატისტიკურად უფრო მეტი შეცდომა დაუშვა მაგ ჰოსპიტალმა, მაგრამ არა იმიტომ რომ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, არამედ იმიტომ რომ ხალხმა თქვა რომ დაუშვა შეცდომა და კი, ზუსტად. ხო. და შესაბამისად საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე რომ ზრდა მანდ ხდება რა, ანუ ყველა ვინც აღიარა შეცდომა და ვინც გადაიაზრა შეცდომა ავტომატურად შემდეგ საფეხურზე აიწია პროფესიული განვითარების. კი. და იქ ხო, იქ ანუ საქმეა სამყარო. მნიშვნელოვანია ძალიან რა ორგანიზაციულ კულტურაში, იქ ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი უცნაური ისტორია გამახსენდა რა. ფიქრობდი მომაყოლა არ მომეყოლა რა. ბევრი წლის წინ რა, 1-20 წლის წინ რა. დავაგვიანე საბუთების შეტანა ტენდერზე რა. და ისეთი ვარიანტი იყო იმ დროში ელექტრონულად არაფერი ამ ქვეყანაზე არ ხდებოდა, ანუ ფიზიკურად უნდა შემეტანა საბუთები. და ეს ჩემი შეცდომა იმდენად შემაწუხა ჩემმა შეცდომამ რა, რომ დავჯექი მანქანაზე, ჩავისვი თანამშრომელი მანქანაში და წავედი ფოთში, იმიტომ რომ ტენდერი იყო ფოთში და ფოთში უნდა შემეტანა ეს საბუთები რა. და წარმოვიდგინე რაღაცა არაადამიანურ დროში, სრულიად გიჟური სიარულით, ჩავედი ფოთში, რომ შემეტანა ეს საბუთები რა. და მე მახსოვს დღეს ჩემი მეგობრის და მაშინ ჩემი ხელმძღვანელის რეაქცია ამ ჩემ ქმედებაზე რა. რაზე გაბრაზდა იცი? გაბრაზდა ისიც ძალიან ისე რა, რაზე გაბრაზდა იცი ყველაზე მეტად? სხვა რატო ჩაისვი მანქანაშიო რა? შენ თუ შენ შეცდომას ასწორებდიო, სხვა რატო ჩაისვი მანქანაშიო რა? შენ რასაც აკეთებდი, ეგეც სრული სიგიჟეაო რა, ანუ სხვა რატო ჩაისვი? ეგ ისე მაგრად ჩამრჩა ორ მხრივად რა, ერთი ეგეთი რაღაცების გამო ვართ მე და დღეს ის ადამიანი მეგობრები, ეგეთი სოფხედველობის გამო რა და მეორე ჩემ თავთან ჩამრჩა რა, რომ ნუ როცა შეგეშალა, აიღე პასუხისმგებლობა შენ თვითონ მარტომ შენ შეცდომაზე და თქვი რომ შემეშალა რა. აი ეგ ისტორია დღემდე მახსოვს ძალიან ისე რა, იმიტომ რომ ეხა ამ გადასახედიდან რო უყურებ რა, მაშინ ვიყავი ჩემი შვილი დღეს რამხელაც ჩემი შვილია, მაგხელა. რო წარმოვიდგინო რომ ჩემი შვილი იმ დროში, როდესაც ეს ესტაკადები და საყვარლობები არ არსებობდა. ხო, ჩემი დანჯღრეული ხონდა აკორდით, რომელსაც ორივე ყუმბარა ურიკინებდა, მივხროდი და ამ დროს მეჯდა გვერდზე ადამიანი, რომელიც პლუს ჩემზე პატარა იყო კიდე. ნუ რავი, მე ძალიან ესეთი მძაფრი რეაქცია მექნებოდა. ლეგენდარული ხონდა აკორდი, ზეთი რო არის ხა მანქანაში რო კიდე. კი ბატონო. ეგ ისტორია მიყვარს და სულყვები ხოლმე რა. საოცრება იყო. კაი, მოდით გადავიდეთ ბოლოსკენ. სამი წიგნის შეჯამება. ატომური ჩვევები, ჯორდან პიტერსონის 12 წესი, ადამ გრანტის კიდევ დაფიქრდი, კრებული დისციპლინა, ანუ იდენტობა, რომელიც აღასრულებს. ატომური ჩვევები აყალიბებს სტაბილურ ქცევას, 12 წესი აყალიბებს პასუხისმგებლობას და სტრუქტურას, კიდევ დაფიქრდი აყალიბებს ინტელექტუალურ მოქნილობას, ჯამში გამოდის ეგსე ქცევა, პასუხისმგებლობა, მოქნილობა, რაც არის უკვე მდგრადი აღმასრულებლის ძალიან კარგი ქვაკუთხედი რა. და ეხა რო ვფიქრობდი მაგაზე, ვცდილობდი რომ გამეხსენებინა, აი მე რა შემილია მოუყვე, რომ აი ამ კრებულმა, იმის და მიუხედავად რომ მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, ეგ კრებულის ფორმა არ ქონა ამ ყველაფერს, რა მაქვს მოსაყოლი ამ კრებულის იდეის გარშემო რა და უცებ მივედი ძალიან მარტივ რაღაცამდე რა. მოკლედ, მე რაღაც მომენტში, რამოდენიმე წლის წინ გავიაზრე და გადავწყვიტე რომ ამეღო პასუხისმგებლობა, უბრალოდ კი არ გადავწყვიტე რომ ამეღო, დავინახე აუცილებლობა იმისა, რომ ამეღო პასუხისმგებლობა ჩემ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე რა. და ტვინში ხაზგასმით ვამბობ, თქვი რომ ხო, მე რაღაცა უნდა ვქნა, თორე ასე გაგრძელება არ შეიძლება რა. მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი რა. როგორც კი შეიცვალა გარემო და მე სამსახურეობრივად უცებ, რადგან შემეცვალა როლი, უცებ გამომიშთა ბევრად მეტი დრო, ეს გახდა ბიძგი ავტომატური, რომ ეხა რაღაცის გაკეთება მართლა შეიძლება. ამას დაემთხვა ძალიან შენი მოსვლა და თქმა, რომ ბიჭო, აი ეგეთი მეთოდი არსებობს თურმე ამ ქვეყანაში
და ეხა ეს მეთოდი რატოა საინტერესო? Goldilocks-ამდე მივდივართ. ეს ის მეთოდია, რომელიც მადლებს საშუალებას ჩემს ზღვარზე ვიყო რა, როდესაც ზუსტად იმდენი ვაკეთო, რამდენი შემიძლია და არა მეტი და ნაკლები. და დავიწყე ვარჯიში, ხო? ეხა ვაგზელებ ისტორიას. ეს ხდება 2 წლის წინ. შუა გზაში ხედავ რომ გზნობ, რომ აი ძალიან ბევრ მიზეს ვიგონებ იმისათვის, რომ დღეს არ წავიდე სავარჯიშოდ რა. და მე თვითონ მივხვდი, რომ რაღაცა არასწორშვები მაქვს რა. ანუ ეს მე მავნებს, მოდი ესე ვთქვათ რა. და ყველაზე მარტივი რაც მოვიფიქრე და აღმოჩნდა ძალიან ეფექტიანი რა. რა ვქენი იცი? შენ ხო ჩალაგებული ჩანთა გაქვს. მე ჩემთვის ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება მიხვედი გამოიცვალეს რა. სახში ვიცვამდი სპორტულ ფორმას, ვიცვამ დღემდე ზემოდან ტანსაცმელს და მივდივარ უკვე ჩაცმული, იქ უბრალოდ მჭირდება ნახევარი მოქმედებისა, რაც დამჭირდებოდა. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი დისციპლინა რა. ეხლა ვაგრძელებ კიდე რა, მესამე წიგზე გადავდივარ რა. შუა გზაში კი არა, 18 თვის თავზე კიდევ დავფიქრდი, რამდენად სწორს ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ გააზრებულად ვიცი, რომ შედეგი მოაქვს ჩემს ვარჯიშს, იმიტომ რომ ვერ გაიქცევი, კუნთი ვარჯიშობს და იზრდება, მაგრამ მე ვერ ვგზნობ ამას ჩემ ყოველდღიურობაში რა. ანუ ისეთი პროგრესი არ მაქვს, რომ აი რასაც მაგამდე ვლაპარაკობთ, რომ დავინახო, რომ მეტი წავიკითხე და კიდე მომინდეს. და ამან შემაწუხა რა, ძალიან შემაწუხა, რომ ტყუილა ხო არ ფანგავ და ხარჯავ დროს. და კიდევ ერთხელ იმას როგორ დავუძახი არსებას. კიდევ ერთხელ კითხე იმ რაღაცა არსებას, რომ ბიჭო, შენ ხო არ იცი მე აქ რას ვაკეთებ არასწორად თქო და ამ არსებამ მომენტალურად როგორ ჩვევია ხოლმე, მიპასუხა, რომ აი შენო ძმაო, თუ ესა და ეს და ეს სიმპტომები გაქვს და ესა და ეს გაწუხებსო, შენთვისო ეს ვარჯიში ესე უნდა კეთდებოდესო. ეს ვარჯიშები ამ ფორმატით უნდა კეთდებოდესო. კაი მეთქი და აი 2 წლის თავზე ამ ვარჯიშის მივედი და შევცვალე ჩემს მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშის ფორმატი. აი თუ სიტყვას ვამატებდე, ზუსტად 4 მისვლაში ის პროგრესი, რომელსაც ველოდებოდი, 2 წელი კი არა, გასული 4 წელი რა. ის პროგრესი მოვიდა და კინაღამ სხვა სიტყვას ვერ მიხარ, გამოვშტერდი რა. აი გადავირი, იმიტომ რომ აი ძალიან ადვილი პროგრესი, საგზნობი პროგრესი რაში გამოიხატება. კიბეზე ხარდაჭერის გარეშე ადიხარ, ჩამოდიხარ თუ ვერა რა. ვერა და უცებ ჰოპ და კიბეზე ავედი, ჩამოვედი მხარდაჭერის გარეშე და აი როგორი პატარა ბავშვის სიხარული მქონდა, იცი? აი გონია რომ აი რა ვიცი, ჩუპაჩუპსების 5 მომიტანეს, აი ეგეთი განცდა. ხო და უცებ რომ დავფიქრდი, ცხოვრებაში მაქვს თურმე ნაცხოვრები, აი ხა ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ჯანმრთელობაზე პიტერსონი ამ შემთხვევაში, მეორე ჩვევების ჩამოყალიბება გლიერი თავის ატომურჩვევი და მესამე გადააზრება გრანტით და ეგ რო გავიაზრე, მეთქი მე ეს უეჭველი ხო უნდა მოუყვე, შანსი არ არის რომ ეგ არ მოუყვე თქოს. ზა, good, bravo. მოკლედ ეგ არის რა. სამი კრებული ერთად, სამი წიგნი ერთად, ერთი კრებული. სახელად დისციპლინა, ანუ იდენტობა, რომელიც აღასრულებს, რა თქმა უნდა ვიდეოს აღწერაში იქნება ბმული. რა თქმა უნდა და მოყვება ჯადოსნური სამუშაო რვეული, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ამ წიგნებში მიღებული ცოდნა კიდევ უფრო ადვილად გადაიტანოთ პრაქტიკაში. ოღონდ მოყვება ეს ყველაფერი Bubblehead Shop-ზე. Bubblehead Shop-ზე მოყვება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ბმული ვიდეოს აღწერაში. მადლობა დროისთვის, ყურადღებისთვის, კარგი იყო. წავედით. აბა კარგად.